მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღევანდელი ჩვენი სტუმრები იქნებიან პოლიტოლოგი და სოციოლოგი ბაქარ ბერეკაშვილი და ასევე პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. და როგორც უკვე იცით, ჩვენი ტრადიციაა, რომ ვიწყებთ ხოლმე სტალინის ციტატით, რომელიც ვფიქრობთ, რომ შეესაბამება ხოლმე დღევანდელობას და რამდენიმე ციტატა მოგიმზადეთ და სანამ ბაქარ თქვენთან გადმოვალ კითხვით და შევადარებთ თანამედროვეობას, მინდა ესეთი ციტატა წავიკითხო. არის ასეთი სტატია: უპარტიო ახერგულნი. უპარტიო პროგრესიზმი მოდად შემოვიდა. ასეთია რუსი ინტელიგენტის ბუნება. მას მოდა ესაჭიროება. გატაცებული იყვნენ სანინობით, მისდევდნენ დეკადანტობას. ახლა უპარტიობის რიგია. და რა არის უპარტიობა? რუსეთში არსებობენ მემამულეები და გლეხები. მათი ინტერესები საწინააღმდეგოა. მათ შორის ბრძოლა გარდაუვალი მოვლენაა. მაგრამ უპარტიობა გვერდს უვლის ამ ფაქტს. იგი მიდრეკილებას იჩეს მიაფუჩეჩოს ინტერესთა წინააღმდეგობა. რუსეთში არსებობენ ბურჟუები და პროლეტარები. ერთ-ერთი ამ კლასის გამარჯვება მეორის დამარცხებას ნიშნავს, მაგრამ უპარტიობა ჩქმალავს ინტერესთა წინააღმდეგობას. იგი თვალს ხუჭავს, რომ ვერ შეამჩნიოს მათი ბრძოლის ფაქტი. ყოველ კლასს ყავს განსაკუთრებული პროგრამის, განსაკუთრებული სახის მქონე თავისი პარტია. პარტიები ხელმძღვანელობენ კლასთა ბრძოლას. უპარტიებოდ ბრძოლა კი არ იქნება არამედ ქაოსი, გაურკვევლობა, ინტერესთა აღრევა, მაგრამ უპარტიობას არ უყვარს სიცხადე და გარკვეულობა. იგი ამჯობინებს ბუნდოვანებასა და უპროგრამობას. კლასობრივ წინააღმდეგობათა მიფუჩეჩება, კლასთა ბრძოლის მიჩქმალვა, ფიზიონომიის უქონლობა, პროგრამულობასთან ბრძოლა, ქაოსისა და ინტერესთა აღრევისკენ მისწრაფება. ასეთია უპარტიობა. და ძალიან საინტერესოა ეს დღევანდელობასთან, ბაქარ, იმიტომ რომ მართლაც ჩვენ ვხედავთ რაღაც თავისივე აღწერით პროგრესულ ძალებს, რომელიც მთლიანად გამორიცხავენ ინტერესებს, კლასობრივ ინტერესებს, რა თქმა უნდა, და უბრალოდ რაღაც სიმბოლური გაერთიანებისკენ დროშით ცდილობენ რომ მივიდნენ და თითქოს ყველანაირ კლასობრივ წინააღმდეგობას დაძლევს მაგალითისთვის ევროკავშირი, ან თუნდაც ნატო და სამწუხაროდ გუშინ უკვე ნატოს დროშებიც გამოჩნდა თუ ვინც უყურებდა ამ დემონსტრაციებს და მინდა თქვენ გაავლოთ როგორც სოციოლოგმა პარალელი პირველ რიგში საიდან მოვიდა ეს უპარტიო ბრძოლები არის თუ არა ეს კავშირში ანტიკომუნისტურ მოძრაობასთან რომელიც დაიწყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რომ თურმე კლასობრივი წინააღმდეგობებზე საუბარი და ამაზე პროგრამულად გაერთიანება არის რეგრესი და საბჭოთა კავშირისკენ მიბრუნება. კი ბატონო, ესე იგი ეს სტალინის ეს ციტატა რომელიც წაიკითხეთ ძალიან საინტერესო იყო. ეს უნდა წავიკითხოთ ისტორიულ სოციოლოგიურ კონტექსტში. ჩვენ ეს არის იმ ეპოქის ნათქვამი, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო როგორც ერთის მხრივ რაღაცა ესეთ კლასიკური კლასობრივი საზოგადოება, ასევე ანტაგონისტური ურთიერთობები ამ კლასობრივ საზოგადოებაში. და ამავდროულად ეს არის ეპოქა, რა დროსაც ძველი ღირებულებები, ძველი ფასეულობები ინგრევა და იჩნდება სრულიად ახალი, ასე ვთქვათ, კულტურული და პოლიტიკური და ეკონომიკური შეხედულებები, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების მოწესრიგების შესახებ. ამიტომ ეს ეპოქა თვითონ, მოდი ესე ვთქვათ, მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისი გამოირჩევა ზოგადად აი ამ კლასობრივი წინააღმდეგობებით, მაგრამ არა მარტო კლასობრივი წინააღმდეგობებით, ასევე გამოირჩევა იმით, რომ ეს კლასობრივი წინააღმდეგობები ორგანიზდება პარტიული აქტივობის კონტექსტში. ანუ პარტია მაშინ წარმოადგენდა აი კლასიკური გაგებით, აი ასე ვთქვათ, ზოგიერთ ქვეყნებში, მაგალითად კომუნისტურ პარტიებს, მაგალითად ვთქვათ ისლანდიაში კომუნისტურ პარტიას ერქვა უბრალო ხალხის პარტია. ანუ ეს პარტიები იყვნენ მართლა პარტიები, რომლებიც წარმოადგენდნენ აი ქვედა სოციალურ ფენებს, ნუ გულისხმობ კომუნისტურ და სოციალისტურ პარტიებს. და ორგანიზდებოდნენ, ასე ვთქვათ, როგორც პოპულარული მასე ხალხის ხარდაჭერით, ასევე მიზნის მისაღწევად, რომელიც იყო თქვა რაღაც ახალი სოციალური საზოგადოებრივი ფორმაციის ხელშეწყობა, ხო? ამ შემთხვევაში მათთვის ეს საზოგადოებრივი ფორმაცია იყო სოციალიზმი, ხო? მაგრამ მის შემდეგ და ეს დროც ესე იგი მდიდარი არის აი ამ პარტიული ცხოვრება არ არის უბრალოდ ელიტისტური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ცხოვრება, არამედ ეს არის საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი შეიძლება ვთქვათ სფერო. და როდესაც საუბრობთ ამ პარტიას და სტალინი როდესაც ამ პარტიულობას ხას უსვამს, აქ არ იგულისხმება დღევანდელი გაგებით პარტიულობა, არამედ იგულისხმება პარტია, რომელიც არის ვთქვათ ლოკომოტივია, ესე იგი ამ მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური ცვლილების. მაგრამ დრო გავიდა და მე-20 საუკუნის მიწურულს უკვე და 21 საუკუნეში, როდესაც ჩვენ ცხოვრობთ
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ეს პარტიებიც ისე როგორც დემოკრატიაც, ესევე როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინსტიტუტები შედიან კრიზისში. ამიტომ დღეს ესე იგი ერთის მხრივ ის რომ პოლიტიკა ორგანიზდება, ასე ვთქვათ, ის რომ ადამიანები ცდილობენ ორგანიზდნენ პარტიის მიღმა არის რა თქმა უნდა პრობლემა, იმიტომ რომ ესე იგი თანამედროვე პოლიტიკა, მე-18-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, მათ შემდეგ რაც წარმომადგენლობითი გახდა პოლიტიკა, პარტიის გარშე პოლიტიკის ორგანიზება შეუძლებელია. და ეს რა თქმა უნდა არის ნეგატიური გამოცდილება. ის რომ დღეს ადამიანები ცდილობენ, ასე ვთქვათ, პარტიების მიღმა სხვა სიმბოლოებში მოძებნონ ეს, ვთქვათ, ინსტიტუციურ სიმბოლოებში. მაგრამ მეორე მხრივ ეს გამოწვეული არის ზუსტად პარტიების, ასე ვთქვათ, კრიზისით, მაგრამ რა უდევს საფუძვლად ამ კრიზისს? საფუძვლად უდევს, ესე იგი, განსაკუთრებით ცივი ომის შემდეგ ლიბერალური კაპიტალისტური ჰომოგენიზაცია, იდეოლოგიური გაერთგვაროვნება პოლიტიკური პარტიების. როდესაც ესე იგი ამ იდეოლოგიაზე დაყრდნობით პარტიებმა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე დასავლეთში უარი თქვეს, ასე ვთქვათ, იყვნენ საზოგადოებრივი ინტერესების განტარებლები. და ესენი უკლებრივ ყველა წარმოადგენდნენ მემარჯვენე ორიენტაციის პარტიებს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, როგორც დასავლეთში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში, სხვა პარტიებიც, მეინსტრიმული წამყვანი პარტიებიც დაემსგავსენ აი ამ ლიბერალურ, ასე ვთქვათ, კაპიტალისტური ხედვების პარტიებს, რომლებიც არიან დასავლეთცენტრისტულები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ასევე წარმოადგენენ გარკვეული ნეოკოლონიური, ასე ვთქვათ, ინტერესების გამტარს, ხო? მაგრამ აქ კიდე ერთი რაღაც არის, ეცალ სიტყვით ამას რაც შენ დამს ვიკითხვა იმას მივიყვან ბოლომდე, რომ რა თქმა უნდა ამას საფუძვლად ანტიკომუნიზმი უდევს. ის რომ ესე იგი დღეს რომ დღეს თქვა პოლიტიკურმა პარტიებმა, ლიბერალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა შელახეს რეპუტაცია ზოგადად პარტიული ცხოვრების, ეს გამომდინარეობს ასევე იქედან, რომ ეს არის ერთგვარი წინააღმდეგობა, ერთგვარი სკეპტიციზმი, ნიჰილიზმის გაჩენა, ასე ვთქვათ, ანუ ყველაზე მეტად რა ავნებს სოციალისტურ მოძრაობებს, ისტორიულად რა ავნებდა, ხო? აი სტალინის მაგის წინააღმდეგ იბრძოდა, ხო, ნიჰილიზმი, რომელიც შეიძლება დაეუფლოს ადამიანს, ასე ვთქვათ. ნიჰილიზმი იმისა, რომ თქვა და არ შეიცვლება სოციალური ფორმაცია და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს მიზანმიმართული ეს ლიბერალურ, საერთოდ ლიბერალურ წესრიგს ახასიათებს, ასე ვთქვათ, ატომიზაცია და დეზინტეგრაცია და მათ შორის პარტიების ჩვენთან რო არის ახლა პრობლემა რომ რატო ვართ ქართული საზოგადოება დეზინტეგრირებული ამის ახსნა არ შეიძლება მოხდეს მხოლოდ გარეგანი პოლიტიკური პროცესებზე დაკვირვებით იდეოლოგიური საფუძველი ამ დეზინტეგრაციაში ლიბერალიზმს აქვს დეზინტეგრაციული ხასიათი თვითონ ეს იდეოლოგია ხელს უწყობს ადამიანთა შორის კონფლიქტს და არა ვთქვათ კოოპერაციას და თანამშრომლობას ეს რა მაინტერესებს ამ დღევანდელი მაგალითებიც რო ავიღოთ ხო სასაცილო სახეც კი მიიღო და ამას თვითონაც არ მალავენ უკვე ამ რაღაც კონკრეტული ნიშების გარშემო გაერთიანებას, ხო, ჰარი პოტერის მოყვარულები, ფესტების ბრძანებლების მოყვარულები, რაღაც სხვადასხვა პოპკულტურის მოყვარულები, რეგიონალური გაერთიანება, აი თითქმის ყველანაირი იდენტობის გარშემო გაერთიანდნენ გარდა კლასობრივისა. და ეს როგორ ხდება, უბრალოდ არ არსებობს ამის კულტურა კლასობრივის თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად ერთადერთი ის რასაც ცდილობენ რომ აერიდონ, არის ზუსტად კლასობრივი საუბარი, იმიტომ რომ ისმის მოწოდება გაფიცვისკენ, მაგრამ ზუსტად ვინც მოგიწოდებს გაფიცვისკენ, იმ ადამიანების დამეცადინებია, რომ რეალურად გაფიცვა შეუძლებელი გახდა საქართველოში იმ კლასობრივი ინტერესები. შეგეთ პრობლემა რაშია, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ეს საბჭოთა მარქსისტები აკრიტიკებდნენ დასავლურ, ასე რომ ვთქვათ, სოციოლოგიურ თეორიებს, მათ შორის დასავლურ მარქსისტულ სოციოლოგიურ თეორიებს, ეგრეთ წოდებული კლასობრივი საზოგადოების დასასრულის შესახებ. რომ თითქოს დასრულდა კლასობრივი საზოგადოება და ეხლა ვცხოვრობთ ახალ კომპრომისების ეპოქაში და ეს რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო, ამაზე ძალიან ძლიერი კრიტიკა აქვს საბჭოთა მარქსისტებს, საბჭოთა მარქსისტებთან ერთად ასევე ამის გარეშეც რო ვისაუბროთ, თუ გადავხედავთ იგივე 60 და 70-იანი წლების ევროპულ კინემატოგრაფიაზე იტალიურ ნეორეალიზმს, იქ ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ეს კლასობრივი ურთიერთობები, ანტაგონისტური ურთიერთობები არ დასრულებულა. უბრალოდ ამის უკან დიდი პროპაგანდა იდგა, რომ თითქოს დასრულდა. და ეს კიდევ უფრო გაძლიერდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. მათ შემდეგ, რაც კომუნისტთა და კაპიტალისტთა შორის აღარ არსებობს ეს ჭიდილი, კიდევ უფრო გაძლიერდა, რომ თითქოს აღარანაირი კლასობრივი საზოგადოება ჩაბარდა წარსულს და შესაბამისად ამ პრინციპზე დაღნობით
უტოპიად გამოცხადდა ისეთი იდეები, რომელიც ადამიანისთვის საზოგადოებრივი ბრძოლის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს, ხო? თანასწორობა, სამართლიანობა და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ეს თანასწორობაც გადატანილია უტოპიაში, რატომ? იმიტომ რომ არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ თანასწორობის, მათ შორის საქართველოში ეს ლიბერალური აკადემიური კლასი. აი და მათ მიაჩნიათ, რომ სოციალისტური თანასწორობა ეს არის უტოპია, რადგან მათი აზრით ეს გულისხმობს ყველას გაერთგვაროვნებას. რას მომდა ტყუილია, სოციალური თანასწორობა სოციალისტურ თეორიაში გულისხმობს არა ყველა უნარებისა და ნიჭისა და შესაძლებლობების გაერთგვაროვნებას, არამედ კლასობრივი უთანასწორობის აღმოფხრას. ეს არის მთავარი იდეა უთანასწორობაში. რაც რა თქმა უნდა არის შესაძლებელი. ანუ რა თქმა უნდა თუ ადამიანს ეთქვი იმას რომ სოციალისტები გულისხმობენ რომ ყველა ერთნაირად უნდა იცხოვრონ, ცხადი ამას ადამიანი არ მიიღებს. მაგრამ სოციალიზმი ამას არასდროს არ ამბობს, რომ ყველა ერთნაირად უნდა იცხოვროს. აქ საუბრობს კლასობრივი განსხვავებების აღმოფხრაზე. და აი რადგან ოღონდ ეს კარგად იციან, არა ვთქვათ ლიბერალურმა აკადემიურმა ელიტამ, ვინც მათ უკან დგას, ვინც მათ ინტერესს ძალიან კარგად იციან, რომ კლასობრივ განსხვავებებზია საუბარი. ამიტომ პირველ რიგში ამას ურტყამენ. ხო, კლასობრივ იდეას, რომ თითქოს აღარ არსებობს კლასი და აშენდა. ეხლა სად ხდება ამ იდეების პროპაგანდა? ხდება კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხო? სკოლებში, უნივერსიტეტებში ადამიანებს ზრდიან ამ იდეოლოგიით, რომ კლასი, ისეთი ტერმინები როგორც არის კლასი, თანასწორობა, თქვათ, საზოგადოებრივი პროგრესი და ასე შემდეგ მიჩნეული არის როგორც ასე ვთქვათ, უпросто მიჩნეული არა, ხდება მარგინალიზება ამ ყველაფრის და ადამიანები იზრდებიან განსხვავებულ ასე ვთქვათ იდეოლოგიურ პერსპექტივებით და შესაბამისად ესე კი არ დგას საკითხი რომ ვიღაცა ახალგაზრდა იქნება თუ არ ახალგაზრდა კლასობრივ საკითხს არ აყენებს შეგნებულად არამედ მან არის იცის რომ ეს უნდა დააყენოს ეს საკითხი იმიტომ რომ მას ამის იმიტომ რომ იდეოლოგიის მიზანი რა არის ხო რომ იდეოლოგია არიზომება იმით რომ ადამიანს თქვა იდეოლოგიაც კლასობრივია და რა თქმა უნდა დინარე არის რომ ისინი თავიანთ ხაზს მისდევენ თან იდეოლოგია ხო ვერბალური განცხადებებით არიზომება იზომება იმით რომ როგორ არის შენშეს ცნობიერი და არაცნობიერი სტრუქტურებით ეს იდეოლოგია ხო ამიტომ ევროკავშირიც ამის ნაწილია ყველაფრის ხო სინამდვილეში დოქსოლოგიური ცოდნა ევროკავშირის ამ დოქსოლოგიური რაშნავს რომ ჯერად იმის ისი შინაარსიც არიციან, ასე ვთქვათ რა. ხო, რატო ჯერად? იმიტომ რომ სიმულაციურია, ხო, პრესტიჟულია, მიმბაძველია ადამიანი ზოგადად ერთი ბაძავს მეორეს რაღაცა მოდის ნაწილია და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ პრობლემა არის ისე და ისე ცოდნისა და განათლების. აი, როგორ იყო აი სწორად ახსენა თემურმა რომ იდეოლოგიას კლასობრივი. კი, და აი მარქსმა რა დაუპირისპირა იდეოლოგიას, დაუპირისპირა თეორია რა. ხო, ან თეორიის იდეა არის სოციალური რეალობის ახსნა. ო მარქსის ფილოსოფია რატომ მნიშვნელოვანია ის ხსნის იმ რეალობას რომელშიც ცხოვრობდნენ ადამიანები, ხო? თეორია უპირისპირდება იდეოლოგიას. თეორია არის ცოდნა. ხო, ეს ცოდნა თუ არ განვითარდა ხო პოლიტიკური გააჩნია ხო ცოდნაც საზოგადოებრივი ცოდნეობის ნებისმიერი მმართველობა კლასობრივია კი მე მაგიტომების საგნებს ვერ ვიტყვით რომ კლასობრივია მაგრამ კი აბსოლუტურად გეთახმებით ამიტომ დავაზუსტებ რომ საუბარია მარქსისტულ თეორიაზე ფილოსოფიას პარტიულია კლასობრივი აქედან გამომდინარე პოლიტეკონომიას ნებისმიერი ჰუმანიტარული მეცნიერება რომელიც ეხება ადამიანთა ურთიერთობების სფეროს არის კლასობრივი კი ბატონო ამიტომ მარქსისტული თეორია ამხრივ ატრიალებს აი შეგეკამათები იმაში მე ახლა უფრო ძველი თაობის კომუნისტი ვარ პარტიის წარმომადგენელი იმ იდეოლოგიის ხო მაგრამ ამაში შეგეკამათები და მე მგონი უფრო ლიბერალი და უფრო ის გამოჩნდები დემოკრატიამდე ის პროცესები რაც აღწერა ახლა ბაქარმა ასე კარგად და ასე წარმატებულად რომ 20-იანი 30-იანი წლები ნუ მე-19 საუკუნის ბოლოს დაუშვათ მაშინ როცა უფრო წინ რო წავიდეთ მაშინ როცა კაპიტალი დაიწერა და მოდის ეს დაახლოებით მეორე მსოფლიო ომამდე ჩვენ ხედავდით კლასობრივ დაყოფას ასე თუ ისე კლასიკურ კლასობრივ დაყოფას ჩვენ ხედავდით რომ კაპიტალისტების კლასი აგერ არის ну ვამარტივებ მაგრამ ასე აი პროლეტარიატ მუშათა კლასი აგერ არის დაუშვათ ინტელიგენცია აგერ არის გლეხობა აგერ არის ასე შემდეგ ეს შესაბამისი საწარმოო ძალების შესაბამისი დონეს შესაბამებოდა მე განვითარდა საწარმოო ძალები ჩვენ ხედავთ ჩვენ ელექტრონული ეპოქაში ვცხოვრობთ და რაც უფრო დრო გადის მით უფრო ხედავთ რომ ამ მიმართულებით მიდის ტექნოლოგიები და კლასთა შორის
ის დიფერენციაცია, ის განსხვავება, რომელიც არსებობდა 50 და მით უმეტეს 100 წლის წინ, რაზეც ბაქარი ამბობს 20 წლებზე ამბობს, ხო, გასული საუკუნის დაახლოებით, ის ქრება. კლასთა შორის ქრება განსხვავება ობიექტურად. კლასთა შორის განსხვავება გაქრება აუცილებლად. ეს ობიექტური ისტორიული პროცესია. იმიტომ რომ საზოგადოება აუცილებლად წავა უკლასო საზოგადოებას. და აქედან გამომდინარეა, რომ ეს აღრევაც პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ მემარჯვენე ხდება, სად ვინ არის და რო ვერ გებულობთ დაუშვათ. ამას აი აქედან გამომდინარე არის. ესეც უფრო ღრმა პროცესები უდევს საფუძვლად და რაც შეეხება ლიბერალიზმს დაიჭირა, რომელსაც ეს აწყობს და ეს ბურჟუაზიული იდეოლოგიები, რომლებიც კლასების არსებობას უარყოფენ, აი ზეკლასობრივზე იყო საუბარი, ხო, უპარტიულობა, თითქოს უპარტიულობაც პარტიული არის. არა, უფრო სტალინმა ასე თქვა. აი კლასობრივი იარსებებს მანამ სანამ კლასობრივი წინამდებობები არსებობს, მაგრამ მისი თვითუარყოფა ხდება თანდათანობით. ხო და სად არის დაუშვათ, სად შევართ ჩვენ კლასობრივ უკლასო საზოგადოებაში და როდის შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე უკლასო საზოგადოებაა, ეს უკვე ძალიან ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში დღეს კლასობრივია საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ თვალსაჩინოა ქონებრივი უთანასწორობა, სოციალური უთანასწორობა და ყველა დანარჩენი სოციალური წინააღმდეგობა, რაც არსებობს. დაუშვათ ომიც კი, აი კრიზისები, სოციალური დაპირისპირებები და ნებისმიერი კრიზისული მოვლენა საზოგადოებაში. აი ავიღოთ ეკოლოგიური პრობლემები, ავიღოთ ქალაქ დაგეგმარების პრობლემებიც კი ყველაფერი დაკავშირებულია მოგების ინტერესებთან. კერძო ინტერესებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოგების ინტერესები რახან არის და კერძო ინტერესები არსებობს კლასობრივის. მაგრამ ჩვენ აი ამ ტენდენციებს აუცილებლად უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები, კლასობრივი კლასიკური გაგებით არსებობდა იქ კომპარტია არსებობდა, იქ არსებობდა სოციალ-რევოლუციონერი პარტია, რომელიც წვრილი ბურჟუაზიის წარმომადგენელი იყო. არსებობდა აი რუსეთის მაგალითზე კადეტები, კონსტიტუციურ დემოკრატიული პარტია, მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენლები, მენშევიკური პარტია, წვრილი ბურჟუაზიის უფრო გლეხობის ზედაფენის წარმომადგენლები, თითოეულ ფენას ყავდა თავისი შესაბამისი პარტია. ეს ეპოქა უკვე წარსულში ჩაბარდა. მე ამას სრულად დარწმუნებული ვარ. და პოლიტიკური პარტიების ეპოქაც წარსულს ბარდება, ამაშიც სრულად დარწმუნებული ვარ. აქ შეიძლება ახლა პატარა ცოტა ვიდაოთ კიდეც, იმიტომ რომ რეალურად მაინც დიდ ინდუსტრიებზე მიდის დარტყმა და მინდა რომ გამოვიყენოთ აი ჯერ თემურ თქვენ და მე ბაქარ თქვენს რომ ამაზე გააკეთოთ კომენტარი. ჩვენ ვხედავთ რომ საფრანგეთის და გერმანიის მთავრობები ჩამოიშალა ზუსტად იმის გამო რომ მათმა პარლამენტებმა, ბუნდესტაგმა და საფრანგეთის პარლამენტმა ვერ გადაწყვიტა რა ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა უნდა მიეღოთ, ვეღარ გაიყვეს საბოლოო ჯამში. და ერთ-ერთ ინტერვიუში ჩამოშლის შემდეგ მაკრონი ამბობს, რომ ჩვენი ძველი პარადიგმებით თუ გავაგრძელებთ ჩვენ პოლიტიკის წარმოებას, მაშინ ჩვენ აშკარად დავრჩებით კონკურენციის მიღმა. და მართლაც ესე ხდება, საფრანგეთში უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო 2000-იანი წლებიდან იწყება იქ ინდუსტრიული სამუშაოების დაკარგვა, რენოს და აერობუსის დაახლოებით 2 მილიონამდე სამუშაო ადგილი დაიკარგა. საფრანგეთში ცოტა მოგვიანებით უკვე ამ კრიზისთან ერთად, როდესაც რუსული გაზი დაკარგა და იქამდე უარი თავად ეთქვეს ატომურ ენერგიაზე და თავის ქვანახშირზე, რაზეც იდგა იქამდე გერმანიის ეკონომიკა. და რეალურად ვხედავთ იმას, რომ ერთის მხრივ შეერთებული შტატები ჟარგონზე რო ვთქვათ, აწვევათ, რომ უნდა თავდაცვაში დახარჯონ მეტი ფული და ამიტომ მოაკლონ თავის სოციალურ პროგრამებს და მეორეს მხრივ ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ჩინეთის პროგრესი და ესეთი იაფი და ტექნოლოგიური გარღვევები, რომ რაღაცა ისეთი ნიშა იპოვონ კიდევ, რომელსაც ისინი დაიკავებენ და იქნებიან როგორც ასე ვთქვათ, ისევ კონკურენტუნარიანი ძალები. და რეალურად ევროკავშირის მთავარი მამოძრავებელი ორი ლოკომოტივი იყო ზუსტად გერმანია და საფრანგეთი, პირველი ორი დიდი ეკონომიკა, ხო, დაახლოებით 40%-ზე მეტი აქვს მათ საერთო ევროკავშირის წარმოების. და აი მაინტერესებს პირველ დარტყმას თუ დამთავრდა ეს ყველაფერი და აღარ არის ასე ვთქვათ კლასობრივი ეს საკითხი, პირველ დარტყმას მაინც და მაინც რატო იღებს ეს ინდუსტრიული მუშები გერმანიის მაგალითებით, Volkswagen-ი და სხვადასხვა დიდი ინდუსტრიები და იგივე საფრანგეთის მაგალითები. კლასობრივი არსებობს და არც არსებობს. თუ მომავლის თვალსაზრისით, თუ დინარების თვალსაზრისით,
შევხედავთ ამას. Რა თქმა უნდა, კლასობრივი არსებობს, მაგაზე იყო საუბარი, ახლა ზუსტად მაგი ვთქვი. სანამ მოგამის ინტერესია, სანამ წინააღმდეგობებია სოციალური, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ კლასობრივი არსებობს. არა, მე სხვა რამეს ვკითხულობ, ან რახან ვახსენეთ ესერები, მენშევიკები, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენებს წარმოადგენდნენ, რეალურად მაინც პირველ დარტყმას ყოველთვის იგებს ინდუსტრიული მუშა. ან კლასიკური გაგებით პროლეტარი. იმიტომ რომ იქ სამუშაო ძალის ფასია აქ და ეთყობა სამუშაო ძალის ფასი, მე არ ვიცი ახლა შეიძლება შესაბამისი კვლევებიც არსებობს. ცალკე აღებული ინდუსტრიული მუშის, ანუ ფიზიკურად დასაქმებული დაუშვათ და არა გონებრივად, თუმცა იქ ძალიან ძნელია ზღვარი გაავლო ინდუსტრიული მუშა გერმანიის დაუშვათ მანქანათმშენებლობის დარგში ფიზიკურად სადგადის მის ფიზიკურ ესე იგი დატვირთვასა და გონებრივ დატვირთვას შორის ზღვარი, მაგრამ ჩავთვალოთ რომ ისინი მაინც მისი ფიზიკური ძალა მოიხმარება იქ. ცალკე აღებული დაუშვათ ის მუშა და მაღალ ტექნოლოგიურ დაუშვათ წარმოებას, რომელიც ემსახურება უფრო მაღალ ტექნოლოგიას, მთლიანად გონებრივი შრომით რო არის დაკავებული, მისი სამუშაო ძალა ბევრად აღემატება ალბათ ფასი აი მუშების, მაგრამ საერთო ჯამში მუშების ფასს იმას. მაგრამ ეთყობა არა ჯამში არა გამოდის ძალიან ძვირი, იმათი შრომის ფასი გამოდის ბევრად უფრო ძვირი ვიდრე იმ სფეროებისა, რომელთა შეკვეცა არა აქედან გამომდინარე ამათი შეკვეცა არა უფრო აწყობს კაპიტალისტების კლასს ვიდრე იმ მაღალი ტექნოლოგიური დარგებში შეკვეცები რო განახორციელებს. მაგრამ აქ მეორე პრობლემაც არის, ახლა საფრანგეთი და გერმანია რო ვახსენეთ. აქ კონკურენციის მსხვერპლი გამოდის, განსაკუთრებით გერმანია. კონკურენციის მსხვერპლი, რომელიც არსებობს შეერთებული შტატების წარმოებასა და ევროპის წარმოებას შორის. ასევე იდეოლოგიური მარცხის, ანუ ერთ-ერთი გერმანელი წერალია, რომელიც წერს როგორც წესი კომუნისტურ და სოციალისტურ ლიტერატურას და მისი გამოსვლა, ბოლო გამოსვლა ასეთ რამეს ამბობდა, რომ ფაქტობრივად ჩვენ ნახეთ თანამშრომლობის მარცხი. ანუ ის რაზეც როგორც ბაქარმა ახსენა, რაზეც ცივი ომამდე და ცივი ომის შემდეგ წესით და რიგით ევროკავშირი იდგა, იყო თანამშრომლობა კლასებს შორის, ხო? რომ ვიყოთ შეძლების დაგვარად კმაყოფილი ორივე მხარე. რომ თურმე შეუძლებელი გახადა უკვე აი ამ კრიზისებმა კლასებს შორის თანამშრომლობა და გააღრმავა აი ეს დაპირისპირება. და მინდა რომ აი ბაქარ ეს დიდი ხნის წინ მოხდა ჯერ კიდევ ეხა უბრალოდ ეხა ნახეთ აი საბჭოთა მარქსისტულ ასე რომ ვთქვა სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირი იყო ესეთ ფრაზები რომ ეკონომიკური კრიზისები კაპიტალიზმის მუდმივი თანამგზავრია. ისტორიულად მას თან ახლავს მუდმივი კრიზისები, ეხლაც რაც ხდება გერმანიაში და საფრანგეთში, აი ეს ისტორიული კრიზისების გაგრძელება. მაგრამ მაგ მნიშვნელოვანი ეხა რა არის, როდესაც საუბრობთ, ესე იგი ანუ იმაზე რომ აი კომპრომისის იდეა, ანუ თქვათ, შეხედეთ აი კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა, რომელიც ყალიბდებოდა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს არ იყო კაპიტალიზმის ბუნებრივი რეფორმაციის შედეგი. ეს იყო იძულების ამბავი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაპიტალიზმი ერთი კარგი შვედი სოციოლოგი ამბობს ეს კარგად, რომ კაპიტალიზმი საბრალდებოს კამზე დასვესო საზოგადოებებმა. იმიტომ რომ კაპიტალიზმი იყო პასუხისმგებელი დიდ დეპრესიაზე, მეორე მსოფლიო ომზეც და ასე შემდეგ. ამიტომ მორალური უპირატესობით გამოდის სოციალიზმი, სოციალისტური მოძრაობები, რომლებსაც აქვთ დიდი წვლილი შეტანილი ფაშიზმის ბრძოლაში, პირველ რიგში საბჭოთა კავშირს და შემდეგ ასევე სოციალისტურ მოძრაობებს ევროპის ტერიტორიაზე. ამიტომ ევროპული ბურჟუაზია აქედან გამოდის მორალურად დასუსტებული და ისედაც დასუსტებული გამოდის და ის ბურჟუაზიული თორობები იძულებულები ხდებიან, რომ ეძიონ შრომასა და კაპიტალს შორის კომპრომისი. ეს იძულებაა, თორემ ეს პოლიტიკას არ ახასიათებს ესეთი ასე რომ ვთქვათ, ესეთი ალტრუისტული დიალექტიკა, რომ მე ჩემით გავაკეთებ ამას. ეს იყო ისტორიული იძულების შედეგი, ხო? მარქსიც ხომ მიიჩნევდა ამას, რომ სოციალისტური რევოლუცია მიუხედავად რომ კაპიტალიზმი გარდაუვალი მარცხისკენ წავა, მას მაინც ჭირდება სოციალისტური რევოლუცია, ასე რომელიც იმიტომ რომ ეს სოციალური კლასები თავისთავად არ მოხდება და დამარცხება რა. კი ბატონო, ისე იყო ეს კომპრომისიც ევროკავშირი, ეხლა რომ საუბრობენ იმაზე რომ ევროკავშირი ეს ხო კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელზე დაფუძნებული, ეს იყო იმიტომ რომ ეს იყო ლიბერალური მენტალიტეტის გამო, არამედ იძულებითი პროცესი იყო. და ამ იძულების კიდე ერთ-ერთი გარანტი იყო საბჭოთა კავშირის
არსებობა. საბჭოთა კავშირის არსებობამ განაპირობა მნიშვნელოვნად ევროპის სოციალური რეფორმაცია და ახლებური ის რომ სახელმწიფოს რო შეემატა სოციალური დიალექტიკა, ეგ საბჭოთა კავშირის გავლენით იყო. ეს ყველაფერზე ძალიან დიდი იყო სიმპათიები და ემპათია საბჭოთა კავშირის მიმართ ევროპაში. იგივე თქვა კომუნისტური და სოციალისტური მოძრაობები და ევროპაში ქარხნებში არსებობდა პარტიული ასე ვთქვათ წრეები და ასე შემდეგ, ხო? და რომლებიც აიძულებდნენ ბურჟუაზიულ მთავრობებს რომ რაღაც კომპრომისი ეძია, მაგრამ როგორც კი სუსტდება საბჭოთა კავშირი და მე როგორც კი იშლება, ეს კომპრომისიც მთავრდება. და 80-იან წლებში და 90-იან წლებში არანაირი კომპრომისი აღარ არსებობს დღეს შრომასა და კაპიტალს შორის. ეგ არის ტყუილი უბრალოდ. აი შეხედეთ პრეკარიატს, ეგრეთ წოდებული პრეკარიატი, ხო? კლასი, რომელსაც არ აქვს სტაბილური სტატუსი, ასე ვთქვათ და შემოსავალი და შემდეგ გარკვეულწილად რაღაცნაირი რეპლიკაა პრეკარიატი პროლეტარიატის. უბრალოდ რევოლუციური ენერგია არა აქვს განსხვავებით პროლეტარიატისგან. ამიტომ ესეც უკვე არის მითი, რომელსაც აწარმოებს, ასე ვთქვათ, დასავლეთის ლიბერალური ელიტა, რომ თითქოს ევროპაში არსებობს გარკვეული კომპრომისის შრომასა და ეს იცით რა არის გარკვეული მემკვიდრეობა, გარკვეული მექანიზმები შემორჩენილია კეთილდღეობის სახელმწიფოს. ბუნებრივია მე არ ვამბობ იმას, რომ ევროპაში კეთილდღეობის სახელმწიფო დასრულდა, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ ევროპაში კეთილდღეობის სახელმწიფო არის სერიოზულ კრიზისში და ამ კრიზისის გამოხატულება არის აი ამ კომპრომისის შესუსტება. იმიტომ რომ ბაზარზე გახდა ბევრი რამ თან დამოკიდებული, ხო? თუ 60-70-იან წლებში ვთქვათ უნივერსიტეტებში კათედრები ბაზარზე არ იყო დამოკიდებული, დღეს უამრავი კათედრა იხურება, რომ ბაზარზეა დამოკიდებული და არავის აღარ უნდა შუა საუკუნეების ვთქვათ ლიტერატურის არ არის ეს ბაზრის მოთხოვნა, რომ შუა საუკუნეების ლიტერატურის სპეციალისტი მოამზადონ, ხო? მაშინ როდესაც ვთქვათ თუ ბაზარზე არ ხარ დამოკიდებული და სახელმწიფო უზრუნველყოს, მაშინ ასეთი პროფესიებით მოდის წინ, ხო? კაპიტალიზმი მოდის ხოლოდ ის ფსევდოპროფესიები წინ, რომელიც ხოლოდ როგორც თეორია ამბობს მოგებას მოუტანს, ასე ვთქვათ, სისტემას, ხო? საბჭოთა კავშირი მაგხრივ იყო უნიკალური მოვლენა, რომ მან არ დააქვემდება რა ბაზარს ადამიანის ინტელექტუალური და შემოქმედებით ცხოვრება. და ის გახდა თავად გარანტი იმისა, რომ ადამიანის ნიჭი განხორციელდება მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა აი ამ ადამიანის ამ კონკრეტულ ნიჭს მოგებაზე ორიენტირების უნარი, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ნახეთ დღევანდელი სიტუაციაც როგორი არის, თუ ჩვენ ყველაფერს ბაზარს დაუქვემდებარებთ, მაშინ აღარ განვითარდება ოპერა, აღარ განვითარდება, თქვათ რაღაცა ის კინემატოგრაფია, რომელიც არ არის ჰოლივუდის და სხვა არის, ხო, აღარ განვითარდება მწერლობაც, რომელიც შეიძლება იყოს კლასიკური, ხო? აი, იმიტომ რომ თქვათ აი მწერლობას შევეხოთ, თუნდაც იმიტომ რომ ყველაფერი დღეს დამოკიდებულია ბაზარზე, აი მეცნიერის, მწერლის და ინტელექტუალის სოციალური პასუხისმგებლობა შეიცვალა. აღარ აქვს თითქოს მეცნიერს და მწერალს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც მანამდე მოეწონოს, რომ ჯილდო მოეწეს, ხო, კი ბატონო და მოგება და შემდეგ, ხო. მაშინ როცა მე-20 საუკუნეში, აი იგივე თომას მანი, ხო, რომელიც თვითონ მაინც და მაინც არ მიიჩნევდა მის თავს კომუნისტად, მაგრამ ამბობდა, რომ თუ ფაშისტ და კომუნიზმ ერთმანეთს ვინმე შეადარეს, მე კომუნისტი ვარო. ეს არ უნდა შეადარო ერთმანეთს, ასე ვთქვა და ეს არის ერთი დიდი დანაშაული. როდესაც დღეს და ფაშისტ დადარებენ, ხო? და მე-20 საუკუნეში ეს მწერლები თომას მანი იქნებოდა ეს თუ მარია რემარკია, ან თქვა საბჭოთა მწერლები კიდე, ხო, მათი მიზანი იყო რომ ადამიანს გარკვეული შთაგონება მიცენ, ხო? მათი არისტოტელესეული გაგებით, ხო? თუ წაიკითხავ, უკეთესი ადამიანი უნდა გახდი ამ წიგნების წაკითხვით, ხო? და დღეს ეს წიგნები აგებულია იმ ბაზრის მენტალიტეტზე, ბაზარს აითხოს ეს ეგზოტიკა, ასე ვთქვათ, ხო? ის ქართველი მწერლები არიან პოპულარულები ევროპაში, რომლებიც საქართველოს ეგზოტიკურ საზოგადოებას წარმოაჩენს. არა ინდუსტრიულ, არა განვითარებულ, არამედ რაღაცა ევროპის უკიდურეს სამხრეთის პერიფერიაში არსებულ ეგზოტიკას, რომლის საკითხად სიამოვნებს, ასე ვთქვათ, აი თავად საბაზრო ურთიერთობებიდან გადაღლილ ევროპელს, რომ იმ საბაზრო ურთიერთობების ყოველდღიური ამ რუტინის შემდეგ რაღაცა ისეთი წაიკითხოს, რომელიც მას უკეთეს კი არ გახდეს, არამედ რაღაცა ეგზოტიკურ შაბეჭდილებას შეუქმნის რაღაცა იმ სამყაროზე, რომელიც მისთვის სხვანაირია, ასე ვთქვათ. მოამზადებს სალონური საუბრებისთვის. ხო, და რაღაცა ისეც გახდის, ასე ვთქვათ, უბრალოდ კიჩ შექმნის. დღევანდელი ეპოქის თავარი მახასიათებელი მაინც ისაა, რომ დღეს აი რამდენი წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, გავიდა 33, ნუ სამათეულზე მეტი წელია. გასულია და იქ მხოლოდ საბჭოთა კავშირი კი არ დაანგრეულა, არამედ დაანგრა სოციალისტური სისტემა დაანგრა და მასთან მიბმული ასევე მესამე ეგრეთ წოდებული განვითარებადი ქვეყნების დემოკრატიული გზაზე, განვითარების გზაზე, რო არ თქვა სოციალისტური განვითარების გზაზე დამდგარი ქვეყნები, ეს ძალიან ბევრი ქვეყანა არის, აფრიკული ქვეყნები და უშუალოდ აზიის ქვეყნები, აი მთელი ეს სივრცე
დაინგრა მაშინ ერთიანი სისტემა. და 80-იანი წლების მიჯნაზე უკვე ეკონომიკური კრიზისი იყო დასავლეთის კაპიტალისტურ სამყაროში. ძალიან მწვავე ეკონომიკური კრიზისი დაუდგა ზუსტად რეიგანომიკის და ტეტჩერიზმის გამო, აი ნეოლიბერალური პოლიტიკის გამო, პრივატიზაციის პოლიტიკა და ასე შემდეგ. და ეს კრიზისი სხვანაირად მოხდებოდა ამ კრიზისის მოხსნა. ანუ გადაჭრა მოხდებოდა, მე დარწმუნებული ვარ იმ კაპიტალისტური სისტემის დანგრევით უკვე, რომ არ მომხდარიყო საბჭოთა კავშირის დაშლა სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე პირველ რიგში. იმ პროცესების და გამომდინარე, რაც განვითარდა საბჭოთა კავშირში სტალინის შემდეგ. და სოციალისტური სისტემის დაშლამ, დანგრევამ მისცა აი ზანგბადი მიაწოდა, სივრცე მიაწოდა, იაფი რესურსები და იაფი მუშახელი უკვე მანამდე ჰქონდა შეერთებულ შტატებს ნანახი ჩინეთის სახით. და ამას საერთოდ გაუსწნა გზა. კონკურენტი მოაშორა, აი სივრცე მოაშორა, რაც წეგან აღწერე, ის სივრცე მთლიანად როგორც კონკურენტული სივრცე მოშორდა აი ნეოლიბერალური კაპიტალიზმის სისტემას და ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. მოხდა მათი ასე ვთქვათ განვრცობა კიდევ 75 წლის მანძილზე რო დავამრგვალოთ. ან 30 ვთქვათ კი ბატონო, 30 წლის მანძილზე მოხდა განვრცობა სივრცობრივად. მაგრამ ამ სისტემას არ აქვს ინტენსიური განვითარების პერსპექტივა. არ გააჩნია. ამიტომ ისევ მიადგნენ დაახლოებით იმ ზღვარს, იმ კრიზისულ მდგომარეობას, რა კრიზისულ მდგომარეობას ჰქონდათ მათ საბჭოთა კავშირის და სოციალისტური სისტემის დაშლის მომენტში. ჩვენ ისევ იმავე ეპოქის წინაშე ვდგავართ. უბრალოდ აქეთ ხარეს არ არის სოციალისტური სისტემა მძლავრი საბჭოთა კავშირის გამოკვეთილი სოციალისტური ქვეყნის მეთაურობით არის ჩინეთი, მასთან დაკავშირებული დაუშვათ რუსეთის სამხედრო პოტენციალი და რამოდენიმე სოციალისტური ქვეყანა. თუმცა დაახლოებით იგივე მდგომარეობა არის ახლა ისევ. მაგრამ არის ერთდროულად საბჭოთა კავშირის დაშლის, სოციალისტური სისტემის დაშლის პრაქტიკა. მაგალითი ეს დიდი ისტორიული მოვლენა, ისტორიული გამოცდილება, უარყოფითი, მაგრამ მაინც გამოცდილება, რომელიც ყველასთვის არის გამოცდილება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის. და რისი თქვა მინდოდა, ესე იგი, რაც შეეხება საბჭოთა კავშირს და სოციალისტური სისტემის თავისებურებას, თავისებურება კი არა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რითაც განსხვავდება ეს კაპიტალისტური სისტემისგან, რომ როცა ტექნოლოგიური წინსვლა ხდება და შრომის ნაყოფიერების ამაღლება, ანუ გამონთავისუფლება ხდება თავისუფალი დროსი. სამუშაო დროის ხარჯზე, სამუშაო დრო მცირდება, თავისუფალი დრო იზრდება. ეს უმუშევრობის დასს კი არ იწვევს. ანუ იმას კი არ იწვევს, რომ ან თავისუფლებ დაუშვათ, რახან შრომის ნაყოფიერება იზრდი, ტექნოლოგიები, უკეთეს ტექნოლოგიების შემოგაქ წარმოებაში, ანუ ის რასაც აკეთებდა 10 მუშა, ახლა აკეთებს დაუშვათ 2 მუშა, ხო, 8 მუშას ქუჩაში კი არ ყრი. სამუშაო ძალას. არამედ ის მას ასაქმებს სხვა სფეროში, კულტურის სფეროში, სულიერ სფეროში. ამას აკეთებდა საბჭოთა კავშირი. კი. რასაც არ აკეთებს, რა თქმა უნდა, კაპიტალიზმი, იმიტომ რომ იქ მოგების ინტერესია. ეს პრინციპული განსხვავებაა. კი, და არსებით. ჩვენ ვხედავთ სულიერი სფეროს კრიზისს ზუსტად ამის გამო. რაც შეეხება გერმანიას და საფრანგეთს, ის რა მოხდა იქა. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ კრიზისის გადაჭრას მოხდება, შეიძლება მოხდეს კაპიტალისტური სამყაროს ფარგლებში, მაგრამ მოხდება ტექნოლოგიური წინსვლით, მეტი ავტომატიზაციის გზით. და შრომის ნაყოფიერების ამაღლების შეიძლება გერმანია ისე გააკეთოს, რომ იქ ბევრად უფრო მაღალი ტექნოლოგიები დანარგოს აი იმ დარგებში, რომელშიც ის მარცხდება ამერიკული კაპიტალის წინაშე. და ამით მოიპოვოს უპირატესობა ამერიკული კაპიტალის წინაშე და შეიძლება პოლიტიკური მომენტების მოიხსნას და ისე მიიღოს ის იაფი გაზი, რომელსაც იზღებულობდა რუსეთიდან. კი ბატონო, მინდა რომ რაც იყო უპირატესობა გერმანიის ეკონომიკის სხვებთან შედარებით. აი რომ რაც თქვა, რომ ბირთვული ენერგეტიკა საფრანგეთში იყო განვითარებული, გაზი იმდენად არ იყო დამოკიდებული. და გერმანია მთლიანად იყო იაფ გაზზე დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის ჯერ კიდევ. კი. მინდა რომ აი გავაგრძელოთ ახლა და ისევ თანამედროვეობასთან პარალელურად გავავალოთ, მოწოდებები არის ხოლმე გაიფიცეთ და ვინც ორგანიზებულად, ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ორგანიზებულად არ გამოდის, ეს არის მძიმე ინდუსტრიებში
ყოფი მუშები და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ეწინააღმდეგებიან კიდეც აი ამ პროცესებს და ერთი ეს მინდა წავიკითხო, ეს არის ჯერ კიდევ ბაქოს დროინდელი და შემდეგ აი ეს გავარჩიოთ. მუშები ჯერჯერობით ძდუმან, უხმოდ იტანენ ნავთის მრეწველთა იერიშებს და გულში აგროვებენ რისხვას. მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ერთი მხრივ იმას, რომ ნავთის მრეწველები სულ უფრო და უფრო თავხედდებიან, დაუსრულებლად ართმევენ მუშებს დარჩენილ ნამცეცებს და გაღატაკებამდე მიხავთ ისინი. აბუჩად იგდებენ მათ, პროვოკაციული გზით იწვევენ სტიქიური გამოსვლებისთვის, რომ მეორე მხრივ მუშებს მოთმინება სულ უფრო და უფრო ეკარგებათ და ადგილს უთმობს ყრუ უფრო და უფრო გაძლიერებულ წვინვას ნავთის მრეწველების წინააღმდეგ. თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველივე ამას, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნავთის მრეწველების მუშათა აღსფოთების აფეთქება პირდაპირ გარდაუვალია უახლოეს მომავალში. ორში ერთი. ან მუშები მართლაც დაუსრულებლად მოითმენენ და მონურად მორჩილი ჩინელი ყულის მდგომარეობამდე დაქვეითდებიან, ან ისინი კვლავ ამხედდებიან ნავთის მრეწველების წინააღმდეგ და გზას გაიკაფავენ უკეთესი ცხოვრებისკენ. მასებში სულ უფრო და უფრო გაძლიერებული აღშფოთება მოწმობს იმას, რომ მუშები აუცილებლად დაადგებიან მეორე გზას, ნავთის მრეწველებთან ბრძოლის გზას. ნუ ეხლა ჩვენ სხვა რა თქმა უნდა სხვა ეპოქაში ვართ და ჩვენი დაპირისპირებაც შეიძლება ითქვას, რომ სულ სხვანაირია. ჩვენ ეხლა ფაქტიურად გარე კაპიტალთან ბრძოლაში ვართ, რომელიც იდეოლოგიური ნიშით შემოდის და არა კონკრეტულად რაღაც. კი, რა თქმა უნდა, იყენებს ამ იდეოლოგიას შემდეგ ექსპლუატაციისთვის, მაგრამ ის შემოდის როგორც სულთა იდეოლოგიური, ლიბერალური იდეოლოგიის ასე ვთქვათ, განმავრცობელი. მაგრამ აი მაინტერესებს ბაქარ თქვენიაც ჩვენ ხავთ თქვით, რომ თითქოს საბჭოთა კავშირთან ერთად მოირყა ასევე ის რწმენები, რომლებიც უბრალო ადამიანს მუშას ჰქონდა, მაგრამ რაღაცა მაინც შეინარჩუნა, ანუ აი თუ შეიძლება რომ როგორმე დეკონსტრუქცია მოვახდინოთ, რა ინსტინქტებით განიცდის მუშა იმას, რასაც ახლა აკეთებს, რომ არ უერთდება პირიქით ხანდახან ეწინააღმდეგება კიდეც, რაც ჩვენც გვაძლევს ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მორალურ საყრდენს იმას, რომ ანუ ჩვენ ვისკენაც ვართ რომელი კლასის მხარესაც ვიჭერთ როგორც სოციალისტური პლატფორმა, მაგალითად, ის ადამიანები არ უერთდებიან და ჩვენც ამის გამო გვაქვს ამის მორალური ასე ვთქვათ, მორალურად მართლები ვართ იმასთან, რომ ჩვენც არ უერთდებით მიუხედავად იმისა, პირადად როგორ დამოკიდებულებები გვაქვს. კი ბატონო, მოდი აქედან ასე დავიწყოთ. აი პოლიტიკურ თეორიაში არსებობს რევოლუციის ორნაირი გაგება. ერთი არის სოციალური რევოლუცია და მეორე არის პოლიტიკური რევოლუცია. სოციალური რევოლუცია მიჩნეულია, მეგოარი კონსენსუსია, ასე ვთქვათ, ამაში სოციალურ მეცნიერებებში, რომ ეს არის რევოლუციის ავთენტური ნამდვილი ფორმა, ისტორიული ფორმა, რომელიც გულისხმობს საზოგადოების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ფუნდამენტის და სტრუქტურის თლიან შეცვლას, ისტორიულ გარდაქმნას. ამიტომ სოციალური რევოლუციები მნიშვნელოვანია, რადგან ამდენადაც ის ერთ დიდ ისტორიულ ფაზას ასრულებს და საზოგადოებრივ რეფორმაციას და იწყებს ახალს. ასეთი დიდი რევოლუციები სამია მიჩნეული სოფლიოში: საფრანგეთის რევოლუცია, რუსეთის რევოლუცია და ჩინეთის რევოლუცია. პოლიტიკური რევოლუცია ეს არის უკვე რევოლუციის ფორმა, რომელიც უკვე აღარ არის რევოლუცია, ჩვენ შეიძლება მას პირობითად უწოდოთ რევოლუცია, მაგრამ ეს არის, ესე იგი, არა იმიზნით, რომ იცვლება რაიმე ფუნდამენტი, არამედ ეს არის ძალაუფლების ცენტრების შეცვლა და ძალაუფლების ურთიერთობის გარდაქმნა. რომ ესე შენ ხარ და ახლა მე მინდა რომ ვიყო და ასე შემდეგ. ამიტომ პოლიტიკური რევოლუცია ეს არის შეთქმულება, გადატრიალება, ამბოხია ძალაუფლების იძულებით ხელში ჩასაგდება, რაც ჯერ კიდევ დაწყებული ანტიკური ეპოქი გაგრძელებული იტალიური შუა საუკუნეების ქალაქ სახელმწიფოებით დამთავრებული დღემდე ბევრი ხდება მსოფლიოში. ის რაც ეხლა დღეს ხდება საქართველოში და რაცაც ხშირად რევოლუციად ვიღაცამ შეიძლება უწოდოს, ეს ნამდვილად ამას აფესად არ აქვს რევოლუციასთან, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რევოლუციის პოლიტიკური ფორმა, რომლის მიზანიც არის ძალაუფლების რგოლების შეცვლა უბრალოდ და რომლის მიზანიც არის პრივილეგია დაკარგული ერთი პოლიტიკური კლასის შურიზიება და ჯანყი, ასე ვთქვათ, მეორე პოლიტიკური კლასის მიმართ, რომელიც ხელისუფლება ასე ვთქვათ და ამის ეს არის ასე ვთქვათ გადატრიალების და შეთქმულების ამბავი. ამიტომ არც უნდა არ არიან და არც უნდა იყოს მუშათა კლასი ამ პროცესში ჩართული, იმიტომ რომ ეს არ გამოხატავს მის ინტერესებს. რაც ახლა საქართველოში ხდება, ანუ ის სოციალური პროტესტი, რომელსაც აორგანიზებს, ასე ვთქვათ, ადგილობრივი, ასე ვთქვათ, ლიბერალური ელიტა, ასე ვთქვათ, დასავლური ლიბერალური ინსტიტუციების ხარდაჭერით, ეს არ გამოხატავს უბრალოდ შრომელი ადამიანის ინტერესებს. ამიტომ არ დგანს იქ, სადაც უნდა არ უნდა იდგეს, მაგრამ ცდელობა ძალიან დიდია და რაღაცა ინსტინქტით ხდება. მეორე ამბავის არის, ილო, ნახო, აღარა ვართ ჩვენ ინდუსტრიული საზოგადოება. შრომელებიც აღარ ყავს ბევრი, ასე ვთქვათ რა. შრომელთა ფენა საბჭოთა კავშირში მაგას შემოგედავება ახლა ილო.
ხო, მაგრამ ნაგადაცემაზე შემომედავა. ნახეთ, აი, მაგალითად სტატისტიკები რომ მოვიყვანოთ რა რაღაცა 79 წელს საბჭოთა საქართველოში უმრავლესობას წარმოადგენდა მშრომელები და დანარჩენს წარმოადგენდნენ გლეხების ფენა და სოციალური მომსახურე იყო სადღაც 79 წელს 79 წლის მონაცემებით სადღაც 65% იყო მშრომელთა ფენა და დანარჩენს იყოფს გლეხები და მომსახურეები სოციალურ-კლასობრივი სტრუქტურა მოდი ესე ვთქვა სოციალისტური საზოგადოების სოციალური სტრუქტურა ასე ვთქვა რა იქ ინტელიგენციის როლიც იყო გამოკვეთილი მაგრამ ინტელიგენციის მიზანი მაინც მუშათა კლასის ოდენობა პროცენტული იყო რამდენი 65% 65 მუშათა კლასისა რომელიც დაკავებული იყო ფიზიკური შრომით ასე გამოდის კი ხო გლეხობა და პლუს ისა მაგრამ გლეხობაც არ არის მგონი გლეხობა ახლა თოხით და ბარით ნუ რა თქმა უნდა ეს არის მექანიზირებული ამიტომ გაცილებით წარმოების კი ბატონო მუშაკები ასე კი ბატონო და ინტელიგენცია საზოგადოებრივი ფენა დაიქმნებოდა რომლის მიზანი არის კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კი მაგრამ ახლა რამდენია ახლა ბევრად ნაკლებია ეს გამოიწვია დეინდუსტრიალიზაციამ ახლა ჩვენ ვერ გავარჩევთ იმას ძალიან ბევრი ფაბრიკა ქარხანა დაიხურა ხელოვნურად ასე ვთქვათ რომ კონკურენტი მოიშორა დასავლეთმა მოვიდა იმისთვის რომ დაეხურა წარმოებები და აქედან გამომდინარე მათში დასაქმებული შესაბამისად მუშახელი ქუჩაში გამოიყარა რა თქმა უნდა ამან შეამცირა რა თქმა უნდა მაგრამ ტექნოლოგიური წინსვლა ამცირებს ბევრად უფრო ღრმაზ მიზეზი ამცირებს ფიზიკურად დაუშვათ დაკავებულ მუშებს ფიზიკური შრომით დაკავებულ მუშების რაოდენობას. კი ბატონო. მაგრამ ნუ ილოს იმას რო გავყვეთ რწმენას და შეხედულებას, ხო? კი ბატონო, რაღაც ნაწილი არის, ხო? ჯერ საქართველოში რაღაცა მშრომელთა კლასი არის შემორჩენილი, ასე ვთქვათ, ხო? ესე იგი მე იმასაც არ გამოვრიცხო, რომ შეიძლება იმდენად ძლიერი პროპაგანდა მუშაობს. შეიძლება მშრომელთა რაღაცა ნაწილის მობილიზაციაც იყოს შესაძლებელი. შეიძლება ნახეთ როგორ რაღაცა, ნახეთ აი მარქსი ხომ მიიჩნევდა მაგალითად ცნობილია, რომ გლეხებს იმდენად არ უნდა ვენდოთო, იმიტომ რომ ისინი მათ შეხედულებები ანაქრონისტულია პოლიტიკურ წესრიგზეო. ანუ ისინი მათ როიალიზმის, ან მეფის ჯერად, მონარქიის ჯერად და საჭიროა რომ პირიქით მათთან მიმუშაოთ და მათი შეხედულებები რეალობა გავაცნოთო, ხო? ეხლა ისეთი სტიქიური სიტუაციაა საქართველოს პროპაგანდისტული, რომ შეიძლება რაღაც შრომელთა ფენაც გარკვეულწილად მოექცეს გავლენისქვეს, მაგრამ შენ რასაც ამბობ, შენ დაკვირებული ხარ ამას და კარგია, ის რომ არ წარმოადგენს დღეს ასე შრომელთა დიდი ნაწილი თქვა არ არის გამოსული და რაღაცა თქვა არ წარმოადგენს ავანგარდს მოდი ესე თქვა ამ სოციალურ მოძრაობას ეს ბუნებრივად ასეც უნდა იყოს იმიტომ რომ ეს არ გამოხატავს ეს სოციალური პროტესტები ხარ რაც სინამდვილეში ხდება საქართველოში ეს არის ასევე კლასობრივ ინტერესებთან დაკავშირებული და ეს არის დაკავშირებული ლიბერალურ კულტურულ და ეკონომიკურ კლასობრივ ინტერესებთან დაკავშირებული ამიტომ ეს აქ არ უნდა იყოს შრომელი ადამიანის ადგილი რასაკვირველია მაგრამ ვიმეორებ იმდენად ძლიერია პროპაგანდა ხო ანუ ნახეთ შეხედეთ ჩვენ ცხოვრობთ ახლა ეპოქაში სადაც ერთ-ერთი ამერიკელი პოლიტოლოგი კარგად აღწერს კომუნისტი მაიკ პარენტი რომ ცხოვრობთ ეპოქაში სადაც ცნებებმა დაკარგა მნიშვნელობა უკუღმა ჯდება ცნებები რა ანუ რა ვარქმევთ იმას პროგრესსა და რაღაცა სიახლეს ან თავისუფლებას მაგალითად რასაც შეიძლება არაფერი სახელი საერთოდ არ კონდეს პროგრესთან თავისუფლებასთან და ასე შემდეგ ხო აი ნახეთ აი თავისუფლებისა და პროგრესის დემოკრატიული ქვეყნება დაიქმნება ეს ქვეყნები რომლებიც დიპლომატიური პოლიტიკური ეკონომიკური ხერხებით აკონტროლებს დასავლეთი ხოლო ის ქვეყნები რომლებიც ამ კონტროლის მიღმა იწოდებიან ავტორიტარებად ხო რაღაცა ასე ვთქვათ ტირანიებად დიქტატორებად და ასე შემდეგ აი ეს ცნებები არის უკუღმა ზის ასე ვთქვათ და ხშირად ადამიანს უჭირს ხოლმე გამორკვევა აი ამ რთულ ვითარებაში ასე ვთქვათ რა თუმცა მე მაინც გონია რომ ლიბერალიზმის კრიზისი იქამდე მიიყვანს რომ ამ ცნებებსაც უფრო ცხადს გახდის ასე ვთქვათ იმდენად ანუ დასავლეთ ლიბერალური უნივერსალიზმის კრიზისის გამო იმდენად ინტერვენციული გახდა დასავლეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეების ჩარევაში ამას კიდევ უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო ცხადი გახდება ეს ადამიანებისთვის თუ რასთან გვაქვს საქმე ანუ იცი რა ანუ დასავლური იმდენად ფარისევლურია უკვე რომ ამ ფარისევლობას ვეღარ იმალება ეს ფარისევლობა ასე ვთქვათ ხო ადრე უფრო გაცილებით ჭკვიანები იყვნენ რა რაც უმეტ დიპლომატიას ცოტა უფრო ეს თვალთმაქცობად კიდევ უფრო შენიღბული ქონდა დღეს პოლიტიკური ელიტასაც რაღაცნაირად მათი ინტელექტუალური და ასე ვთქვათ და ინტელექტუალური და პოლიტიკური გამჭრიახობის უნარები შეზღუდულია დასავლეთის ლიბერალური კლასის აღარ შეუძლიათ უკვე რომ დამალონ ეს საკუთარი ასე ვთქვათ
გეგმები იმ რაღაცა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ერთდროს იყო სოციალური ექსპერიმენტების ოაზისი. და ეხლა ამ ქვეყნებს არ უნდათ ეს სოციალური ექსპერიმენტების ადგილი იყოს, ეს საქართველო მაგალითად, ხო? მე არ ვარ ეხლა იმასთან ახლოს, რომ თქვა საქართველოში ხელისუფლება ისეთ ხელისუფლება მოვა, რომელიც სრულიად დაცლილი იქნება, თქვა რაღაც ეს საგარეო ასე თქვა გავლენა, ან ძალიან დიდი დრო დაჭირდება, ასე თქვა, მაგრამ ეხლა რაც ხდება, ეხლა ხო საქართველო ცდილობს, რომ აი ეს რეალურად სუვერენიტეტზე იფიქროს, ეგ გამოვა თუ არ გამოვა დაკავშირებულია იმასთან, რამდენად ამ იდეოლოგიურ ბრძოლაში, ასე თქვა, რამდენად კიდევ უფრო მკაფიო გახდება მთავრობისთვის ის რომ უკვე ყველაფერი უკვე შუა გაკრეფილია ასე ვთქვათ რა ხო ადამიანები რომლებიც დგას ასე ვთქვათ საგარეო ჩარევების მხარეს და ადამიანები რომლებსაც სურთ რომ საკუთარი ქვეყანა მათ ეკუთვნოდეს ასე ვთქვათ ხო ეხლა ეს რა თქმა უნდა არც ერთ შემთხვევაში არ გამორიცხავს მათ ეკუთვნოდეს მე არ გულისხმობ იმას რომ არ არის საჭირო ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვებთან ვინც არ უნდა იყოს ის საბჭოთა კავშირიც კი ხა თემურს დამეთან ხო დეტანტის პერიოდი ქონდა ხო შვიდობიანი თანაარსებობის ესე მაგ შვიდობიანი თანაარსებობის ბევრი შესაძლებელი კლასობრივის უარყოფა მოხდა რომ კლასობრივი არ არის უკვე არ არის ბევრი შეცდომები დაიშვა მაგ დეტანტის დროს მაგრამ მაშინაც კი რაღაცა იყო შესაძლებელი იყო მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპის გამოძიება ხო ეუთო იყო ამის კლასიკური მაგალითი ხო როცა საბჭოთა კავშირი და დასავლეთი რაღაცაზე შეძლებდნენ და შეთანხმდნენ ასე ვთქვათ რა ამიტომ მე იმას ვამბობ რომ ეს ანუ ის კი არ არის საჭირო რომ ვთქვათ ქვეყანა იზოლაციაში მოექცეს ეს არც მოხდება ასე ვთქვათ იმიტომ რომ ზოგი ამას იზოლაციად მიიჩნევს რომ თუ შენ შეეცდები რომ კონდეს შენი სუვერენული პოლიტიკა ეს ასე ვთქვათ გადათარგმნილია როგორც იზოლაციონისტობაში. სინამდვილეში იზოლაციონისტობა აბშოშ გლობალთან დღეს ჩვენ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების გლობალიზდება. აქ საუბარია იმაზე, საღიაზრი რომელ პოლიტიკურ კლასს ექნება, ასე ვთქვათ. და რომლის ხარეს იქნება საღიაზრი, ხო? საღიაზრი მოთმინება, რაციონალურობა, აი ის თვისებები, რასაც გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი გამოყობს, ხო? რაციონალობა, ფხიზელი თვალი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ხო, სახელმწიფოს მიმართ, ხო? და ამიტომ აქეთ ხარეს, რასაც ვხედავთ ოპოზიციას, ხო? აი ამ თვისებებისგან დაცლილია. ეს საქართველოს ლიბერალური ოპოზიცია. არც რაციონალური აზროვნებით, არც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და არც ფხიზელი და ესე საღიაზრის მატარებელი არ არის. ლიბერალიზმის დაავადება ესაა, იმიტომ რომ ეს არის წარმავალი, ნებისმიერი ისტორიული რაღაცა მოვლენა, რომელიც წარმავალია კრიზისშია. ის იმისგანაც იცლება, საღიაზრისგან იცლება და მორალური სახეც ეკარგება. ეს პომის პროცესია. ჩვენ ვხედავთ მათ იდეოლოგიას, რითაც ისინი მოდიან, მათ დაუშვათ აი უმცირესობების უფლებები და ასე თქოს დემოკრატია ხო მეტი. და ამ დროს ეს გარყვნილებას ნიშნავს. ეს არახუმანის, ანტიხუმანისაც კი ნიშნავს. ხო და ეს ბუნებრივი პროცესია, რაც შეეხება იმას საბჭოთა კავშირი მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპზე რო გადავიდა. მშვიდობიანი თანაარსებობა ბირთვული ეპოქის პირობებში სხვანაირად როგორ გინდა ომცხარდა უწყება. სხვანაირად გამორიცხულია მშვიდობა თუ არ იქნება, ყველა იღუპება, დედამიწა იღუპება და მშვიდობიანი თანაარსებობა, რომელიც საბჭოთა კავშირმა შესთავაზა დასავლეს თუ პირიქით იყო ახლა ზუსტად არ მახსოვს საბჭოთა კავშირის მხრიდან ეს დათმობების ფონზე მოხდა როგორც შიგნით ისე გარეთ რაც არ უნდა მოხდარიყო მშვიდობიანი თანაარსებობა ქონდა სტალინს იმ 10 წლის მანძილზე მაგრამ პრესინგის პირობებში პრესინგის პირობებში რომელსაც საბჭოთა კავშირი ახორციელებდა დასავლური კაპიტალისტური სისტემის წინამდე და ეს პრესინგი უნდა გაგრძელებულიყო მეტი სოციალიზმით საბჭოთა კავშირის შიგნით პირველ რიგში და არა მეტი კაპიტალიზმით, მეტი საბაზრო ეკონომიკით, მეტი ეგრეთ წოდებული დემოკრატიით, სიტყვის თავისუფლებით, რომლითაც შემოვიდა ზუსტად ეს კლასობრივი, ბურჟუაზიული კლასობრივი ინტერესები შემოიჭრა შიგნით საზოგადოებაში და სოციალისტური საზოგადოების შიგნით კაპიტალისტური ტენდენციები გააძლიერა და საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ კაპიტალიზმის რესტავრაცია საბჭოთა კავშირში. რაც შეეხება დღევანდელობას მორალურად, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ბევრად უფრო მაღლა დგას იმ ოპოზიციაზე, რომელიც ცდილობს მოვიდეს ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით, ანტიკონსტიტუციური გზით, სამოქალაქო დაპირისპირებით, არ ერიდებიან არაფერს
ბავშვების მსხვერპლზე მიდიან ფაქტიურად ახლა ჩვენ მთელი საზოგადოება ხვდება რომ ბავშვების მოუწოდებს ადამიანი რომ მივიდნენ აი იმ ადგილას სადაც ჩვენ ხედავთ რა ხდება ეს არის რომ შეგინდა რომ ვიღაცა მსხვერპლი გამოიწვიოს თანაც ბავშვების მსხვერპლი მიდიან სამოქალაქო დაპირისპირებაზე სისხლის ზღვრაზე ნუ ეს არის ძალიან რეაქციული ძალიან საშიში ძალა რომელთა მოსვლა ხელისუფლებაში გამოიწვევს საქართველოს დაღუპვას და იქ არც მუშებზე იქნება საუბარი არც ინტელიგენციაზე და არც სხვა რომელიმე კლასზე არც ოლიგარქიაზე მათ შორის რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან ისევ ქართული ოცნების სახით აქ საუბარია უარესა აი დაღუპვასა და არ დაღუპვას შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი ამაზე აქ საუბარი მე თუ ჩვენ მუშათა ინტერესებს შრომელთა ინტერესებს აი კლასიკური გაგებით გამოვალთ მათი ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს აი იმ დემოკრატიის შეზღუდვას რა თქმა უნდა დღეს ასე თუ ისე ჩვენ დემოკრატია გვაქვს სიტყვის თავისუფლება არის შეიძლება აკრიტიკო ქართული ოცნება ნებისმიერი მათგანი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა შეიძლებოდა დაუშვათ სერიოზულად რომ გეკრიტიკა ან რამე აი შენი კრიტიკით რომ მისთვის სერიოზული დარტყმა რომ მიგეყენებინა აი შეუძლებელი იყო დღეს ეს შესაძლებელია რა თქმა უნდა ეს თუმცა არსებობს ისეთი კანონი სამარცხვინო კანონი როგორიცაა თავისუფლების ქარტია რომელიც ფაშიზმსა და კომუნიზმს ერთმანეთთან ათანაბრებს და აი ამ არგუმენტით აი ამ ფაშისტური არგუმენტით კომუნისტური იდეოლოგია არის აკრძალული აქ კომუნისტურ იდეოლოგიაზე არ არის საუბარი მხოლოდ აქ საუბარი პროგრესულ იდეებზე წინსვლის იდეებზე და იმ იდეებზე რაც აუცილებლად გამოიყვანს და იმის გარეშე ეკონომიკური კრიზისთან ჩვენ ვერ გამოვართ კერძო სახელმწიფოს რეგულირების მექანიზმების გაძლიერება და არა ის მხოლოდ ოლიგარქების და ბანკების ინტერესებს ემსახურება ყველა რესურსი და სხვა ესე იგი ესეთი რეფორმები რომელიც რა თქმა უნდა რომელზეც საუბარის მარგინალიზირებულია დღეს საქართველოში და ქართული ოცნების უბედურება ზუსტად მაგაშია რომ მან ვერ შესთავაზა იმიტომ რომ თვითონ არის კლასობრივია ისეთი კლასობრივი ინტერესი გააჩნია რომ ვერ სთავაზობს საზოგადოებას კრიზისიდან გამოსვლის რეალურ გზებს რადგან სხვა გზა არ არსებობს გარდა სახელმწიფო რეგულირების გაზისა საზოგადოების ინტერესების გაზისა ნებისმიერი სფერო რო ავიღოთ საბანკო სფერო ჯანდაცვის სფერო სოციალური სფერო მრეწველობა რა ვიცი ნებისმიერ სფეროში არის კერძო ინტერესების დაცვა კერძო ინტერესების რეალიზება ხდება აბსოლუტურად და საზოგადოებრივი ინტერესები უმრავლესობის ინტერესები ყველგან იგნორირებულია ეს როგორ შეიძლება შენ ეს მდგომარეობის დატოვება თუ გინდა ეს იმას ნიშნავს რომ შენ გეგმას ვერ წარმოადგენ და არ წარმოადგენ განვითარების გეგმას აი სხვათა შორის წელი ამ კრიზისების ფონზე რაც საქართველოში ხდება ქართულ მოცნებამ წესით უნდა გადაიაზროს ბევრი რამ რა რაც საქართველოში ამ ტრანსფორმაციის დიალექტიკა უნდა გადაიაზროს თუნდაც ეს მაგაში გეთახმებით იდეოლოგიურ საფუძველზე ამას ვერ გადაიაზრებს თვითონაც ამ ასე ვთქვათ სხვა სოციალური კლასების წარმომადგენლები არიან მაგრამ შეიძლება პრაგმატიზმმა მიიყვანოს იქამდე რომ გადაიაზრონ ასე ვთქვათ სიახლეების საჭიროება ამ ტრანსფორმაციის დიალექტიკაში პრაგმატიზმის თავის გადარჩენასთან არის დაკავშირებული იმიტომ რომ ამ სისტემის ფარგლებში აი დაუშვათ წარმოვიდგინოთ რომ ეს სიტუაცია დასრულდება თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობა სახიფათო იმაზე მეტად სახიფათოა ვიდრე ახლა მე ვაგვირდები ქართული ოცნების ლიდერების გამოსვლა ძალიან თვითდაჯერებულები არიან იცით არ მომწონს მე ამბავი არ ვიცი თუ თვალთმაგწობენ და ასეა საჭირო და დაუშვათ ასეა საჭირო რომ ესე იგი სისუსტე არ ანახონ ეს ტაქტიკა არჩეული და სინამდვილეში იციან რომ სინამდვილეში ესე იგი მდგომარეობა სახიფათოა მაშინ კარგად გონია საქმე მაგრამ რაღაც ვერ ვატყობ ამას თვითდაჯერებულები არიან ძალიან ეს სიტუაცია დაალაგდება ეს სიტუაცია დამშვიდდება ქართველი ხალხის მაღალი შეგნებულობის შედეგად და არა ქართული ოცნების დაუშვათ პროგრესულობის გამო მაგრამ დამშვიდების შემდეგ ქართული ოცნება არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა რომელიც დარჩა ქვეყანაში როგორც მართველი ძალა არ არსებობს სხვა ხომ და მის აუცილებლად აი ამ წინააღმდეგობებს არა ამ პრობლემებს შეხვდება მთელი ძალით აღემართება ეს პრობლემები მის წინაშე და მისი გადაჭრის აუცილებლობა დადგება
აი მაშინ ვნახოთ მათი პრაგმატულობა როგორი იქნება და როგორ რას შემოგთავაზებენ ისინი და მათ უნდა დაათმონ თავის ინტერესები. ინტერესები უნდა დაათმონ ბანკებმა, მსხვილმა ოლიგარქიულმა გაერთიანებებმა, ანუ უნდა მოხდეს შემოსავლების გადანაწილება აუცილებლად. ამის მექანიზმები არსებობს. შეხედონ როგორ ხდებოდა ეს ევროპის ქვეყნებში. აი ამ ქვეყნებში საითკენაც შესვლა უნდათ, საითკენაც ღირსეული, ასე ვთქვათ, მსვლელობით განაგრძობენ ქართული ოცნების წარმომადგენლების სვლას. მიუხედავად იმისა, რომ პანგურით გამოაგდეს იქიდან. შეხედეთ, როგორ ხდებოდა სოციალ, აი რასაც ბაქარი ამბობს, როგორი პროგრესული, ესე იგი, რეფორმირების გზაზე დადგა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საბრანგეთი, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები და ასე შემდეგ. არა, ის გზა უნდა გაიაროს საქართველოს და იმ გზას დაუბრუნდება აუცილებლად ევროპა დღეს. სხვანაირად ევროპაც ვერ გადარჩება კრიზისისგან. აი მან თავარია თემურა რა ძალებმა დააყენეს ამ პროგრესის გზაზე. ეს ხო თავისთავად როგორც ბაქარმა თქვა, თავისთავად არ მოხდა. ანუ იქ რაღაც კონკრეტული ძალები, კონკრეტული კლასის ინტერესების გამომხატველი ძალები და შეგვიძლია, რა ვიცი, ნახონ თუ უნდათ ხელოვნურ ინტელექტს კითხონ, თუ უნდათ დაგუგლონ, ვისაც აინტერესებს. ეს ძალები შეიძლება იყოს, რასაც თემური ამბობს, ქართული ხალხის შეგნებული საზოგადოებრივი ნაწილი. ხო, იმიტომ რომ მართლა ომია მოსოლოდნელი იქ ხო ხედავს, არა? ეს ახალგაზრდები ვერ ხედავენ, ეს სტუდენტები, რომლებიც სხვათა შორის მათაც ვერ გაამტყუენ 80%-ს. ისინი დაკავშირებული არიან ევროპასთან. მათი მშობლები იქ მუშაობენ და იქიდან გამოდიან, მათ გონიათ, რომ ესე იგი ევროპასთან გაუარესებული მდგომარეობა, მათ მდგომარეობას ეს შეიძლება მართლაც ასე არსეა ალბათ. ამის გამო არის ბევრი იქ მისული. და მაგრამ ყველა დანარჩენი ეს უმრავლესობა ნამდვილად არ არის. სტუდენტობა არა უმრავლესობა ქართული საზოგადოებრივის. უმრავლესობა პროგრესული ნაწილი, ის ნაწილი, რომელიც უფრო ღრმად ფიქრობს და ისინი ხედავენ ამ იმას, რაც თქვენ თქვით, მაგრამ რომ გადარჩენაზეა საუბარი და დაღუპა. აი, ვიღუპებით თუ არ ვიღუპებით. აი ეს ზუსტად ეს მარტივ იმიტომ არის, რომ ქართულმა ოცნებამ ეს სლოგანი აირჩია, არა ომს. ჩვენკენ არის მშვიდობა, იქ არის ომი და დაღუპვა და ამან გაამართლა, ეს მართლა რეალურია და იმით. აი მინდა რომ კიდევ ერთი ეს ციტატა გამოვიყენო, რომელიც შეეხება ამ შემთხვევაში ზუსტად რა ძალა იქნება წამყვანი, აი რაზეც ლოგიკურად მივედით და ძალიან კარგია რომ ამ ციტატამდე მივედით ლოგიკურად. და ეს არის ის პერიოდი, როდესაც ზუსტად რუსეთი იყო მართლაც არაინდუსტრიული ქვეყანა, ძალიან მცირე იყო ასე ვთქვათ ინდუსტრიული მუშების პროლეტარიატის რიცხვი. ძირითადი მასა იყო გლეხობა, წვრილი ხელოსნობა და ეს არის ლონდონის ყრილობაზე, ვინც არის სტალინი ლონდონში დამყოფია. ცხადია, ბოლშევიკების ტაქტიკა წარმოადგენს მსხვილი მრეწველობის პროლეტარების ტაქტიკას. იმ რაიონების ტაქტიკა, სადაც კლასობრივი წინააღმდეგობარი განსაკუთრებით მკაფიოა და კლასობრივი ბრძოლა განსაკუთრებით მკვეთრია. ბოლშევიზმი ნამდვილი პროლეტარების ტაქტიკა არის. მეორეს მხრივ, არანაკლებ ცხადია ისიც, რომ მენშევიკების ტაქტიკა უმთავრესად წარმოადგენს ხელოსანი მუშების და ნახევრად პროლეტარი გლეხების ტაქტიკას. იმ რაიონების ტაქტიკა, სადაც კლასობრივი წინააღმდეგობარი თლად მკაფიო არ არის და კლასობრივი ბრძოლა შენიღბულია. მენშევიზმი პროლეტარიატის ნახევრად ბურჟუაზიული ელემენტის ტაქტიკა არის. ანუ აი აქ მაინტერესებს ზუსტად მე რასაც ვამბობ და რატო ვამბობ, რომ ჩვენი ინდუსტრიული ეს ძიმე ინდუსტრიებში ჩართული მუშები კი ცოტანი არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ზუსტად ეს ადამიანები უნდა იყვნენ ის წამყვანი ძალა, რომელიც შემდგომ როგორც ეს თავად საბჭოთა კავშირმაც გააკეთა, მაგრამ ჩვენთან უფრო რა თქმა უნდა პატარა მასშტაბებზე, შემდგომ მოახდენს თუნდაც ინდუსტრიალიზაციის საკითხს დააყენებს, მუშებმა უნდა დააყენონ, ხო? კიდევ ინდუსტრიალიზაციის საკითხი, ანუ თავის თავს გააძლიერებენ, როგორც კაპიტალიზმის პირობებში არც დააყენებენ. შეიძლება ჩარტეს თუ მოძრაობასაც იმას მეთოდებად მიმართ. ის მათ ინტერესებში არ შედის ახლა ტექნოლოგიური ცვლილებების შეტანა იმაში, თხებული შახტებში და იმაში, რომ იქ თუ ახალი ტექნოლოგიები შევიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მუშებრად დარჩება ძალიან მოსკოვში მე ვამბობ ტექნოლოგიების გაზას. მე ვამბობ სიტყვაზე ტყიბულში, თავადვე იყოს ტყიბულში, მაგალითად გადამამუშავებელი ქვანახშირის, რომელიც პროდუქტს შექმნის, ხო? ანუ ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ პროდუქტს, იმიტომ რომ ამდენს ხვდებიან რომ ჩვენ ნედლეულს ვყიდით. ჩვენ სისხლის გამცვლით ახლა საკუთარ ეკონომიკას, ხო, როდესაც ნედლეულად ვყიდით ჩვენს მარგანეთს, ჩვენს ქვანახშირს. და ეს მაინტერესებს, ცოტა დასასრულისკენაც რო წავიყვანოთ თემა. აი ბაქარ, თავიდან თქვენგან დავიწყოთ. არის თუ არა სხვა რომელიმე
თუნდაც მცირე იყოს, მაგრამ რომელსაც შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს და დანარჩენი საზოგადოება დაარწმუნოს, მით უმეტეს როდესაც ხედავენ, როგორი გაკოტრებულია პირველ რიგში ეხლანდელი ოპოზიცია და როგორც თემურმა თქვა, როდესაც დამთავრდება ეს ყველაფერი, როგორი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდება ხელისუფლება, რომ მას უბრალოდ არ ექნება არც მანევრირების საშუალება არ ექნება, ვიღაცა დააბრალოს კრიზისული მოვლენების. გვეუბნებია, რომ წესით ეს ძალა უნდა იყოს, რომელიც ამ პროგრესული ძალა გახდება ეგრეთ წოდებულ ტექნიკურ მთავრობას, ვისაც უპირებდნენ რომ ყოფილიყო, ხო? NGO სექტორი. ხო, NGO სექტორი უნდა იყოს წამყვანი კლასი და პირველი წინააღმდეგობა ნეოლიბერალური პირწავარდნელი ფაშისტური თქვენი აზრი მაინტერესებს, ვინ უნდა იყოს მაშინ წამყვანი კლასი? აი ამ წინააღმდეგობის. ეხლა ნახე როგორ არის ხშირად სოციალური სამყარო ჩვენგან დამოუკიდებლად იცვლება. და ეს კრიზისი, რომელიც ახლა არის, ეს კრიზისი ბევრ შესაძლებლობებსაც გამოაჩენს. მაგრამ ჩვენ ახლა ამ მომენტში მე ვეთანხმები თემურს რაცეგან თქვა რა, რომ რა თქმა უნდა, ერთი მხრივ არის ოპოზიცია, ლიბერალური ოპოზიცია და მეორე მხრივ არის ხელისუფლება. და ეს არის ამ მომენტისთვის ეს სხვა ძალა ჩვენ ვერ ხედავთ ამ მომენტისთვის, მარტო ამურს ხედავთ რა. და ერთი რამ არის გარდაუვალი, იმიტომ რომ ჩვენ ხო გარკვეული ისტორიული წარსულიდან რაღაცებს გააზრებაში გვიძლია ხო ადამიანებს, ხო რომ ის ლიბერალური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს ასე ვთქვათ, რომელიც ორგანიზატორია, ასე ვთქვათ, ამ მოვლენების, ეს ამ ლიბერალური ოპოზიცია წეგანმე რატო ვახსენ, ეს არის პრივილეგია დაკარგული, თუმცა რესურსების მქონე, მაგრამ პოლიტიკური პრივილეგიები დაკარგული ადამიანების ჯანყი შურიძიებისთვის, ასე ვთქვათ რა. რაც რა თქმა უნდა, სალსახად თუ ეს მოხდა და თუ ამათი წარმატებით დასრულდა, ეს იქნება ძალიან სერიოზული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია თანამედროვე საქართველოსთვის, იმიტომ რომ მათი ასე ვთქვათ, მართლობა იქნება ტიპიური ფაშისტური, ასე ვთქვათ. ამიტომ ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ძალას, მაგრამ მე ესე მგონია, რომ თუ ამ ბრძოლაში საქართველოში, მოდი ესე ვიტყვი რა, თუ გაიმარჯვა მშვიდობის, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ანუ ჩვენს მეზობლებთან და სამეზობლოში და შემდეგ, და თუ გაიმარჯვა ასე ვთქვათ, ანტილიბერალურმა იდეამ, როგორც ასეთი, ეს გამოაჩენს აუცილებლად შესაძლებლობას გახსნის ასპარეზს მიცემს სხვა სოციალურ და პოლიტიკურ ჯგუფებს. რომელთანაც ურთიერთობა მოუწევს მე ოცნებას. იმის გამო რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა და თუნდაც საკუთარი ასე ვთქვათ პოზიციებიც. ამიტომ ჩვენ ახლა ამ წუთას ამ ჯგუფს ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ დღეს ესეთი დიკოტომია გვაქვს რა. ერთ მხარეს არიან ფაშისტები ასე ვთქვათ, რომლებსაც უნდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. მე კიდე ხაზგასმით ვიტყვი რომ მე ვგულისხმობ ორგანიზატორებს და არა ვთქვათ იმ ადამიანებს, ხა იქ ადამიანები შეიძლება ვიღაცა იდგეს, რომელსაც შეიძლება წარმოდგენა არა აქვს. და გაცნობიერებულიც არ აქვს რატო დგას იქ ასე ვთქვათ. და რა უნდა შეიძლება რაღაცა სიმულაციის ნაწილია, პრესტიჟის მიბაძვის ნაწილია, კარნავალიზაციის ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა ასე ვთქვათ რა. აქ საუბარია ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ ამას, ხო? ფინანსური, მატერიალური რესურსები, ძალაუფლებრივი ურთიერთობები, რომელიც შიგნით არის. ხო ეს არის რომლებმაც იციან რას აკეთებენ. მცირე ნაწილია 1-5, მაქსიმუმ 10%-იც არ იქნება. რა თქმა უნდა, მაგდენიც არა, აქ საუბარია იმ ჯგუფებზე, რომლებიც ფლობენ, რომლებიც უზრუნველყოფენ ამას შესაბამისი დაფინანსებით და რესურსების მობილიზაციით, ხო? და დააკვირდით, ასე ვთქვათ, ასევე დასავლეთში ვინ უჭერს მხარს ამ ჯგუფებს, უჭერენ ნეოლიბერალური და მემარჯვენე ძალები, თორემ აი, მაგალითად ევროპარლამენტში რეზოლუციების წინააღმდეგ ვინც გამოდის, ხმა? უმეტესობა არიან კომუნისტები. წინააღმდეგ ვინც გამოდის. აი, რის წინააღმდეგ? ის საქართველოს დასანქცირების და შემდეგ. ბევრი არის კომუნისტური ფრაქციების წარმომადგენლები. მაგრამ სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ახლა უკვე გადასულები არიან თავიდან ბოლომდე ნეოლიბერალურ ბანაკში და ლიბერალები და ასევე კონსერვატორების გარკვეული ნაწილი საქართველოს წინააღმდეგან, ეს იდეოლოგიური განლაგება ძალიან თვალსაჩინოა, ასე ვთქვათ, ხო? ის რომ საქართველოს მხარს უჭერს მაგალითად რაღაცა სლოვაკი, მარქსისტი, ევროპარლამენტარი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს რა. ნიშნავს იმას, რომ ის ხარს კი არ უჭერს კონკრეტულად ქართულ ოცნებას, მას გააზრებული აქვს ის პოლიტიკური პროცესების დიალექტიკა, რაც საქართველოში. რომელიც აქ არის, დიახ. ხო. სწორია. კი ბატონო, და უნდა დასასრულისკენ მივედით უკვე და შეგახსენეთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ სოციოლოგი და პოლიტოლოგი ბაქარ ბერეკაშვილი, დიდი მადლობა ბაქარ საინტერესო საუბრისთვის და ასევე პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობრებო მობრძანებისთვის და მაყურებელს ვთხოვ რომ არ გადართოს, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ თქვენ ნახავთ ანდრია მაკაცარიას ფილმს ერთი მფრინავის ისტორია, ასეთი დოკუმენტური ფილმია, რომელიც ეძღვნება
საქართველოს ავიაციის საუკუნოვან ისტორიას და ძალიან საინტერესოა აი გადაცემაში შემოსვლამდე უყურეთ ამბებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა თემურ და კარგად გრძანდებოდეთ ისიამოვნეთ ფილმით. საოცარი სანახავია ეროვნული დროშის ფერებიცაში. ეს ჩვენი ქართველი სამხედრო ფრინავების ოსტატობაა. მაგრამ ქართულ ავიაციას საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს და ეს ფილმი სწორედ მის სათავეებთან დგომ პროფესიონალებს ეძღვნება. იცნობდეთ, ჩემი დიდი ბაბუა პეტრე რატიანი. დაიბადა 1900 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ კონტუაჩში. მამა აზნაური ალექსი რატიანი, დედა კნეინა პელაგია ელიავა. როგორც წესი, თავად აზნაურთა შვილებისათვის ერთ-ერთი ძირითადი პროფესია სამხედრო კარიერაა. ისიც ამ გზას გაუყენეს. მით უმეტეს, რომ ორი უფროსი ძმა მეფის ოფიცრები იყვნენ. მისი ბავშვობის ერთადერთი ფოტო ოჯახში რაც შემოგვჭა, 9-10 წლის ბიჭუნაა, თბილისის კადეტთა კორპუსის კურსანტი, რომელიც დიდი ცოცხალი თვალებით, ინტერესით და ფორმისთვის შესაბამისი სიდინჯით უყურებს კამერას, იქნებ მომავალსაც. ბიძა, ტიტიკო რატიანი, ტამბოვის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლია. 1917 წელს მეფე ნიკოლოს მეორეს ტახტინა გადადგომის შემდეგ მიდის ეკლესიაში და რევოლვერით თავს იკლავს. ფოტოზე მისი ცოლ-შვილი აღბეჭდილი, რომელთა შემდგომი ბედი უცნობია. ორივე ძმაც დაეღუპა. ერთი მსოფლიო, მეორე სამოქალაქო ომის დროს, ხოლო თვითონ კი დაშლილი კადეტთა კორპუსის შემდეგ ამთავრებს 18-19 წლებში ქუთაისის რეალურ სასწავლებელს. თავად ახალგაზრდა, ფიზიკურად ჯანსაღი, განათლებული, მიემგზავრება უკრაინაში. ირჩევს პროფესიად იმ დროისათვის სრულიად ახალ, საინტერესო და რისკიან ავიაციას და უკვე 1923 წელს სამხედრო პილოტის დიპლომით ბრუნდება საქართველოში. სწორედ 1923 წელს საფუძველი ეყრება სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის განვითარებას საქართველოში. უზარმაზარ ტერიტორიას, რომელსაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა, ესაჭიროებოდა არა მხოლოდ ავიამიმოსვლა რესპუბლიკებს შორის, არამედ სამხედრო თვითმფრინავების მეშვეობით საჰაერო საზღვრების დაცვაც. ოციანი 30-იანი წლების ლოზუნგი ყველანი თვითმფრინავებზე მრავალ ნიჭიერ ახალგაზრდას იზიდავდა ავიაკონსტრუქტორების და მფრინავების სახით. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო იყო. ახლა კი მთავარი. 20-იანი წლების დასაწყისში ამიერკავკასიაში დაარსდა სამოქალაქო ავიაცია. ცენტრი იყო თბილისში. საჭირო გახდა რესპუბლიკებს შორის საჰაერო მარშრუტების გაყვავა და რა თქმა უნდა, ყველა რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვს უნდა დაკავშირებოდა. ამის შესრულება იმდროინდელი საჰაერო აპარატებით საკმაოდ ძნელი იყო. თვითმფრინავები იყო ხის, პირდაპირ რეისის უმოკლესი მარშრუტი მხოლოდ კავკასიონის ქედის გადალახვით იყო შესაძლებელი. 1927 წლის ოქტომბერში ქართული ესკადრილიის უფროსმა მიხეილ მაჭავარიანმა მიიღო ბრძანება. პირველად ავიაციის ისტორიაში გადაეფრინათ კავკასიონის მთავარ ქედზე და მოსკოვში მიიღოთ მონაწილეობა რევოლუციის 10 წლის თავისადმი მიზღულ საჰაერო აღლობში. დაიწყო საფუძვლიანი მომზადება გადაფრენისთვის. მუშავდებოდა აქამდე უცნობი საჰაერო მარშრუტის გეგმა. მზადდებოდა ტექნიკური და მატერიალური ბაზა. მოწმდებოდა თვითმფრინავების ძრავები და აპარატურა. 1927 წლის 23 ოქტომბერი თბილისიდან გადაფრენაში მონაწილეობისათვის დაინიშნა 6 თვითმფრინავი, რომელთაგან 3-ს მართავდნენ ყველაზე გამოცდილი ქართველი პილოტები. რაზმის ხელმძღვანელი მიხეილ მაჭავარიანი, სამხედრო პილოტები კი პეტრე რატიანი, არდაზიანი, ტატანაშვილი და ბორტმექანიკოსი ნიკურაძე. ამოცანა იყო ურთულესი საჰაერო ტრასის გაყვავა კავკასიონის მთავარ ქედზე გადაფრენით. დილის 7 საათზე ერთი მეორეს მიყოლებით ცაში აფრენა 6 თვითმფრინავი და დაადგა საჰაერო კურსი. როგორც კი გასცდნენ თბილისს, კარგი ამით მკვეთრად გაფუჭდა. ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი, მთები ნისლით იყო დაბურული, რაც ძლიერ უშლიდა ხილვადობას.
მაგრამ გამოცდილმა პილოტებმა დაძლიეს ყველა სირთულე და 13 საათსა 55 წუთზე მიუახლოვდნენ კავკასიონს. ფრენა 2500 მეტრის სიმაღლეზე. ქვევით მოსჩანს დუშეთი და ბაზალეთის ტბა. ცა ძიმე ღრუბლებითაა დაფარული. ქარის ძლიერი ნაკადები და საჰაერო ორმოები ხის თვითფრინავებს ისე არყევს და აქანავებს, როგორც უმწეო ნაფოტებს აბობოქრებულ ზღვაში. 14 საათი და 30 წუთი. სიმაღლე 3000 მეტრი. მიწა არ მოსჩანს. თვითფრინავები ღრუბლებს ზემოთ ავიდნენ. ქვევით ყაზბეგის, არხომის და შანის მწვერვალები მოსჩანს. 4000 მეტრი. რყევა თვითფრინავებში კლებულობს, მაგრამ ძალიან ცივა. გამოჩნდა ჯვრის უღელტეხილი. უცებ ერთ-ერთი თვითფრინავი დაბლა იწევს და ღრუბლებში უჩინარდება. მთები ვერაგი და უმოწყალოა, მაგრამ ფრენა გრძელდება. ყველა ცდილობს ცუდზე არ იფიქრო. 4600 მეტრი. ღია კაბინებში საშინელი სიცივეა. ჟანგბადის უკმარისობის გამო სუნთქვა გაძნელებულია. გამოჩნდა ყაზბეგიც. პილოტები ფრთების რხევით ულოცავენ ერთმანეთს გამარჯვებას. დაკარგული თვითფრინავით წამოეწიათ. ციცაბო კლდეებსა და ღრუბლებს შორის ქვევით დარიალის ხეობა მოსჩანს და ქართული ესკადრილია 150 მეტრის სიმაღლეზე იწყებს დაშვებას. აეროდრომი. საჰაერო გზა თბილისიდან მოსკოვამდე გადიოდა შემდეგ ქალაქებზე: მინერალური წყლები, როსტოვი, ხარკოვი, სერპუხოვი. იყო უამრავი სირთულე, მაგრამ შეოპოვრობა და ოსტატობა იმდენად დიდი იყო, რომ 31 ოქტომბერს 11 საათსა და 55 წუთზე ქართული საჰაერო ესკადრილია დაბრინა მოსკოვის აეროდრომზე და ასეთი უპრეცედენტო გადაფრენის გამო, რომელიც უმძიმეს მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა და იმ დროის თვითფრინავებისათვის ურთულესი განსახორციელებელი იყო, სათანადოდ დაფასდა. ქართულმა ესკადრილიამ საკავშირო სამხედრო ესკადრილიებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. მოსკოვის აეროდრომზე მათ ყვავილებითა და ზარზე იმითეგებებიან პარტიული ელიტა, პრესა, რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე კლიმ ვოროშილოვი. უნდა დახვედროდა კომუნისტური პარტიის ბელადი იოსებ სტალინიც, მაგრამ მას შემდეგ რაც დაზორბამ შეატყობინა სავარაუდო ტერაქტის შესახებ, ის ავიატორთა აღომს არ დაესწრო. თბილისში დაბრუნებისას მთელი ესკადრილია დიდი პატივით მიიღეს. ბევრი მათგანი დაჯილდოვდა. 1927 წლის შემოდგომით ქართულმა სამხედრო ფრინავებმა დაიპყრეს კავკასიონი და პირველებმა გაყვალეს საჰაერო გზა თბილისიდან მოსკოვამდე. მხოლოდ 6 წლის შემდეგ აითვისებენ ამ ტრასას სამოქალაქო ავიაციის ფრინავები და დაიწყება რეგულარული რეისები, ჯერ საფოსტო, ხოლო შემდეგ სამოქალაქო. რუსულ ინტერნეტ სივრცეში ეს ფაქტი არ არსებობს. იქაური წყაროები საერთოდ ივიწყებენ ქართულ ავიატორთა დამსახურებას და წერენ, რომ პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვი-თბილისი კავკასიონის ქედზე გადაფრენით განხორციელდა მოსკოვიდან თბილისში 1933 წელს. ჩემი დიდი ბაბუა პეტრე რატიანი, პირველი კლასის პილოტი ამიერკავკასიის სამოქალაქო საჰაერო ფლოტის კიდე არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობდა. ხდებოდა სხვადასხვა ტრასების ათვისება. თუმცა კი ფრენები ისევ ძლიერ სარისკო იყო. სწორედ მისმა გადაფრენებმა ბაქო, მახაჩკალა, გროზნო, ვლადიკავკაზი, სოჩა, სოხუმი, ქუთაისი, ერევანი, პიატიგორსკი დაუდო საფუძველი ამ ქალაქებში აეროდრომების შენებლობას. შემდეგ ამ ლამაზი ლაღი ვაშკაცის ცხოვრება უღურბლოდ საზგავდა. 10 წლით უმცროსი, ულამაზესი მეუღლე ქეთევან ქათამაძე უცხო ენათა გერმანული ფაკულტეტის სტუდენტი. ქალიშვილი ნანა რატიანი. იმ დროისათვის კარგი ბინა, ხელფასი, საყვარელი და საინტერესო პროფესია, პოპულარულობა და ავტორიტეტი. ეს იდილია 1932 წელს ტრაგედიით სრულდება. აერას კითხულობთ 1932 წლის 12 მარტის გაზეთ კომუნისტში. პიატიგორსკში სტარტის აღების შემდეგ ახალი აეროპლანის საცდელი ფრენის დროს მანქანა მოყვა ნისლში და იწყო მიწისკენ დახრა. გმირული ბრძოლარები შეეკავებინათ აეროპლანის სიმაღლეზე უნაყოფო აღმოჩნდა ბუნებრივი მოვლენების ძალთა წინაშე. აეროპლანმა დაიწყო დაბლა დაწევა. დაშვებისას ქვედა ნაწილი წამოედო მიწას. აპარატი დაეხეთქა ძირს და ამ კატასტროფის შედეგად დაიღუპა ორი თავდადებული მებრძოლი ფრინავი, პეტრე რატიანი და ალექსანდრ ფიოდოროვი. იმდროინდელი თბილისის გაზეთები სავსეა სამგლოვიარო სტატიებით. ის პატივით დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე თავის ბორტ მექანიკოსთან ერთად. როგორც შემდგომ გაირკვა, აეროპლანს კონსტრუქციული ხარვეზებიც ჰქონდა. დარჩა მეუღლე, რომელიც მთელი შემდგომი ცხოვრება ქართულ ავიაციაში მოღვაწეობდა და 3 წლის გოგონა ნანა რატიანი, ჩემი ბებია, რომელსაც მამა მხოლოდ ფოტოსურათებით ახსოვს.
ხშირად ფიქრობ, 32-ში რომ არ დაღუპულიყო, გადაურჩებოდა თუ არა სტალინურ რეპრესიებს. ან მეორე მსოფლიო ომს. როგორი იქნებოდა მისი შემდგომი ბედი? ერთი კი ნამდვილად ვიცი. ძალიან ბევრი ინფორმაციული თეთრი ლაქაა ჩვენს არც თუ ისე შორულ ისტორიულ წარსულში. და ამ ფილმით მინდა ერთ-ერთს უამრავთაგან დაუბრუნო ფერი და ხსოვნა. ეს ხომ ჩვენი სახელოვანი ისტორიაა.